შესაძლებელია თუ არა, რომ დემოკრატებმა ან რესპუბლიკელებმა თავიანთ რიგებში ანტისემიტებისა და ექსტრემისტების იზოლაცია მოახდინონ. 7 ოქტომბრის შემდეგ ებრაელებისადმი სიძულვილის ზრდამ არამხოლოდ კოლეჯების კამპუსებსა და ამერიკის ქალაქების ქუჩებში ებრაელების დაშინებასა და მათზე ძალადობაზე მიმართული ბრბოების აღმავლობა გამოიწვია. არამედ, ასევე ოვერტონის ფანჯრის გადანაცვლებას მისაღებით დისკურსის ფარგლებში, რაც საშუალებას აძლევს სისხლის ცილის წამებები რეგულარულად გაჟღერდეს ჩვენს პოლიტიკურ დისკუსიებსა და ისეთ წამყვან მედია საშუალებებში, როგორიცაა New York Times-ი. მოიტანს თუ არა 2026 წლის შუალედური არჩევნები მეტ წარმატებას ისრაელის კრიტიკოსებისა და ანტისემიტებისათვის. თუ პოლიტიკურ პროცესსა და ამერიკელი ხალხის საღაზრ სისეთების დამარცხებამდე მივყავართ, როგორიცაა გრაემ პლატენი და აბდულ საიდი, ზუსტად ისე, როგორც ეს უკვე მოხდა თომას მესი და მორინ გალინდოს შემთხვევაში. ამ კვირაში გადაცემა იფიქრი ორჯერში ჟურნალისტ და ავტორ დევიდ ჰარსანიასთან ერთად ღრმად ჩაუღმავდებით ექსტრემიზმის პოლიტიკას. გამარჯობა და კეთილი იყოს თქვენი მობრძანება გადაცემაში იფიქრე ორჯერ. რესპუბლიკელები და დემოკრატები 2026 წელს თავიანთი პოლიტიკური სულისთვის იბრძვიან, რომლის შედეგიც ჯერ კიდევ გაურკვეველია. ექსტრემისტებისა და ანტისემიტების, როგორიცაა რესპუბლიკელი თომას მასი და დემოკრატი მორინ გალინდო, დამარცხებამ პრაიმერისში კენტუკისა და ტეხასის შტატებში გასულ თვეში გარკვეული ოპტიმიზმი გააჩინა. ის, რომ ანტისემიტიზმის ნორმალიზაცია, რომელიც 7 ოქტომბრის შემდეგ ამერიკულ პოლიტიკასა და ჟურნალისტიკაში ჩვეულებრივ მოვლენად იქცა, შესაძლოა შემცირების გზაზე იყოს. და სრულიად შესაძლებელია, რომ გრეჰემ პლატერისა და აბდულ საიდის მსგავსი ადამიანები, რომელთა წარმატებაც შეიძლება აჩვენოს, რომ ანტიებრაული, ანტისაებრაო და ანტიამერიკული ექსტრემისტების შესაძლებლობებს ლიბერალური მეინსტრიმის მხარდაჭერის მისაღებად საზღვრები არ აქვს. საბოლოოდ 2026 წელს დამარცხდებიან. მაგრამ უარყოფა შეუძლებელია იმისა, რომ ანტიებრაული შეთქმულების თეორიების მეინსტრიმში გადმოტანის უკამდგომმა ძალებმა. არამხოლოდ ორივე პარტიაში მოიპოვეს პოზიციები, არამედ მათი დაბრუნება იმ უკიდურეს მემარცხენე და მემარჯვენე ჭაობებში, სადაც მათი ადგილი იყო, უკვე შეუძლებელია. ყოველ შემთხვევაში არამოსალოდნელ მომავალში. მიუხედავად იმისა, ვსაუბრობთ დემოკრატიული პარტიის ინტერსექციურ ბაზაზე თუ მემარჯვენე პოპულარულ პოდკასტერებზე, ებრაელებზე სისხლიანი ცილის წამებების გავრცელება უკვე აღარ არის აუცილებლად გამორიცხული. და ამან შექმნა ახალი და შემაშფოთებელი რეალობა ამერიკულ პოლიტიკაში, რომელსაც ვერავინ უგულებელყოფს. ამ საკითხის განსახილველად გაგვიმართლა, რომ ამ კვირას კვლავ გვყავს ჩვენთან თანამედროვე პოლიტიკის ერთ-ერთი ყველაზე გამჭრიახი ანალიტიკოსი. დევიდ ჰარსი არის უფროსი ავტორი Washington Examiner-ში და ავტორი New York Post-სა და National Review-ში. ასევე თანაწამყვანი მოლი ჰემინგუეისთან ერთად პოდკასტისა You're Wrong, Federalist Radio Hours-ზე. ის არის 6 წიგნის ავტორი, მათ შორისა Eurotrash, რატო უნდა უარყონ ამერიკელებმა მომაკვდავი კონტინენტის წარუმატებელი იდეები და 2024 წლის The Rise of Blue Anon, როგორ გადაიქცნენ დემოკრატების შეთქმულების თეორიების პარტიად. დევიდ ჰარსენი, კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება Think Twice-ში. გმადლობთ მოწვევისთვის, ვაფასებ ამას. კარგი დევიდ, დიდი მადლობა, რომ კიდევ ერთხელ დაგვითმეთ დრო და შემოგვიერთდით. სანამ კითხავ კონკრეტულ მაგალითებზე ექსტრემიზმისა და ანტისემიტიზმის, რომლებიც დღეს-დღეს ორივე მთავარ პარტიაში არსებობს და როგორ უმკლავდებიან ისინი მათ იზოლირებასთან დაკავშირებით, ფიქრობ, პირველი კითხვა, რომელიც მინდა დაგისვათ, არის შემდეგი. როგორ ჩამოყალიბდა ერთი კონკრეტული შეხედულებათა სისტემა, რომელიც ჩემი აზრით ეფუძნება ზოგიერთი კონსპირაციული თეორია, რომელიც თქვენს წიგნში Blue Anon-ში განიხილეთ, ანუ ანტიზიონიზმი, რომელიც ჩემი აზრით განუყოფელია ანტისემიტიზმისგან. როგორ გადადის ეს თეორიები ოვერტონის ფანჯრის ფარგლებში, ან მისაღები დისკურსის ზონაში, ძირითად მედიაში. და ასევე ჩანს, რომ ორივე პარტიაში არსებობს ამ შეხედულების bis მომხრე ჯგუფები. ვაუ, ეს კარგი კითხვა. ანუ მე უბრალოდ ფიქრობ, რომ იმიტომ. არავინ იფიქრებდა რასისტულად და შეთქმულების თეორიებით სხვებზე, ისე როგორც ებრაელებზე ფიქრობენ, მაგალითად, აფროამერიკელებზე ან სხვა რომელიმე ჯგუფზე. და ეს იმიტომ ხდება, რომ ანტიზიონიზმი მათ ამ საფარს აძლევს. ეს თითქოს კარიბჭეა, რომ რაც გინდა ის თქვა. ზიონისტი ებრაელი ადამიანის ეფემიზმია. მაგრამ თვითონ ანტიზიონიზმშიც კი ეს ჩადებულია. მე ვიტყოდი, რომ ეს არის ისრაელისადმი ანტიპათია, ან ზიზღი, ან რაც არ უნდა იყოს.
შეგიძლია დაადანაშაულოთ ებრაელები ქვეყნის შიგნით, ყველა ამ ძველი სტერეოტიპისთვის ებრაელებზე. მედიის კონტროლი, ფულის კონტროლი, პოლიტიკოსის მოშორება ან displacement, რომელიც არ მოსწონთ. ასე რომ ეს თითქოს უკვე მზადაა იმ სიძულვილისთვის, რომელიც ყოველთვის არსებობდა, ჩემი აზრით. რა თქმა უნდა, პროგრესულებს შორის ებრაელების მიმართ, მაგრამ ასევე იზოლაციონისტებსა და პალეოკონსერვატორებს შორის, რომლებიც ჩემი აზრით ძალიან ახლოს არიან თავად პროგრესულებთან. გულისხმობ გულწრფელად რომ თქვა, ტაკერ კარლსონი ბევრად უფრო ახლოსაა ჰასან ბაიკერთან, ვიდრე ხალხს ალბათ აღიარება უნდა. სინამდვილეში ვიტყოდი, რომ ისინი თითქმის განუყოფელნი არიან, გარდა ალბათ ზოგიერთი კულტურული საკითხისა. და არც კი ვიცი ეს კიდევ მართალია თუ არა. ასე რომ ყოველთვის არსებობდა ეს, მგონი ეს არის ჩემი პასუხი გარკვეულწილად. ეხლა უბრალოდ ნებადართულია, რადგან სტიგმა მოსვეთ. გმადლობთ რომ მოусმინეთ Think Twice. მიუხედავად იმისა, თუ რომელ პოდკასტ პლატფორმაზე გვისმენთ, ან თუ პირდაპირ ეთერში გვიყურებთ Facebook-ზე, X-ზე ან JNS-ის YouTube არხზე, გთხოვთ მოიწონოთ და გამოიწეროთ JNS. დააცკაპუნოთ ზარზე შეტყობინებებისთვის და დაგვიტოვოთ კარგი შეფასებები. ასევე გარდა Think Twice-ისა არსებობს ჯონათან ტობინის ყოველდღიური პოდკასტიც, სადაც კიდევ უფრო მეტ სიახლესა და ანალიზს გიზიარებთ იმ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებზე, რომლებსაც დღეს ვაწყდებით. ყოველდღიურ გადაცემას შეგიძლიათ იპოვოთ JNS-ის არხზე სახელწოდებით ჯონათან ტობინის ყოველდღიური, სადაც არ უნდა უსმენდეთ პოდკასტებს. და ახლა დაუბრუნდეთ დღევანდელ პროგრამას. ფიქრობ, ორივე მხარეს არსებობს კონკრეტული გარემოებები, რომლებიც ამას შესაძლებელს ხდის. ფიქრობ, პროგრესისტებზე ნამდვილად ახდენს გავლენას, იცით, ამგვარი ტოქსიკური იდეოლოგიები, კრიტიკული რასის თეორია, კოლონიზატორთა კოლონიალიზმი, ინტერსექციონალობა და იცით, ტაკერ კარლსონის ტიპის ადამიანები და კიდევ ისეთებიც, რომლებიც მასზე კიდევ უფრო გიჟები არიან. იცით, მათ აქვთ თავიანთი საკუთარი, იცით, შეთქმულების თეორიების ნაკრები, რომელიც, იცით, მათთვის ამარტივებს ანტიზიონიზმსა და ანტისემიტიზმსაც კი, მათთვის ეს ადვილი ხდება. მაგრამ ორივე ერთსა და იმავე პოზიციამდე მიდის. დიახ, ასე. და ეს ახალი არ არის. ყველა მიცით. ანუ თუ დაფიქრდებით, როგორ თქვა ეს ქალთა მარში, ან შავკანიანთა სიცოცხლე მნიშვნელოვანია, ან ნებისმიერი პროგრესული მოძრაობა. ყოველთვის იყო ეს, ვფიქრობ, ქალთა მარშიც. ეს იყო ფარაქანის ტიპის ადამიანები, ვინც მას ხელმძღვანელობდნენ. რაც იცი ძალიან მარტივად ერწყმის იმას, რაც ხდება. ანუ ეს ფაქტობრივად თითქმის იგივე რიტორიკა. და მათ შორის იცით იყო ის შემთხვევა რენდ პაულის შვილთან, როცა მან ანტისემიტური ტირადა მოაწყო. მე ის გამახსენდა და ყველაფერი სინთრალეს დააბრალა. ხო. მე არ მივდივარ, იცი, როცა ცოტა ზედმეტი მომდის, იმ მიმართულებით არ მივდივარ. ასე რომ დარწმუნებული არ ვარ. გონია რომ ეს რაღაცნაირად სიმართლის სერუმივით არის. მაგრამ იცი ეს გამახსენა რომ Ron Paul's ქონდა ის საინფორმაციო ბიულეტენები, დარწმუნებული ვარ გახსოვს. სადაც ესეთი რაღაცებით იყო სავსე. და ის ბაბუა. ის ბაბუა. ხო და ბაბუა ხო და. ისეთი ტიპები ყოველთვის იყვნენ. უბრალოდ ეხლა უფრო პოპულარულები გახდნენ და ეს პოდკასტერების გამო უფრო გავრცელდა. არ გამიგოთ არასწორად, New York Times-იც მონაწილეობს ამაში. უბრალოდ უფრო დახვეწილი ფორმით. მაგრამ ვფიქრობ, რადგან მედიას ასე დაადემოკრატიულეთ, აღარ არიან რედაქტორები, ფაქიზად მოქცევა აღარ გჭირდებათ და ამას დაბალი ფასი აქვს. საზოგადოებაში ანტისემიტიზმისთვის რეალური ფასი აღარ არსებობს. თუ რასისტი ხარ, მაინც გაქვს რაღაც საფასური გადასახდელი, მაგრამ თუ ანტისემიტი ხარ, პრაქტიკულად არაფერს იხდი ამისთვის. ხედავთ, როგორ აკეთებენ ამას კომიკოსები, ხედავთ, როგორ აკეთებენ ამას პოდკასტერები და გარკვეულწილად ამას მეინსტრიმული მედიის წარმომადგენლებიც აკეთებენ. დიახ, ფიქრობ ეს ასეა. მოგვიანებით ამ გადაცემაში კონკრეტულად New York Times-ს ვისაუბრებთ, მაგრამ ეხლა მინდა ვისაუბრო იმაზე, როგორ უმკლავდებიან რესპუბლიკელები და დემოკრატები ანტისემიტების იზოლირებას. ანტისემიტიზმი ორივე მხარეს, როგორც მარცხენაზე ისე მარჯვნივ, პრობლემაა. მაგრამ შესაძლებელია თავი უფრო მშვიდად იგრძნო იმის გამო, თუ როგორ ახერხებს ერთ-ერთი მათგანი ებრაელთ მოძულეების იზოლირებას. და როგორ ფიქრობთ, რა როლი აქვს ჩვენს დისკურსსა და პოლიტიკაში არსებულ ჰიპერპარტიულ სულისკვეთებას, როდესაც საქმე ასეთ ადამიანებთან განკლავებას ეხება? ჩემთვის ნათელია, რომ რესპუბლიკელები უკეთესად ართმევენ თავს, რადგან მასი აღარ არის. Marjorie Taylor Greene აღარ არის. პრობლემა ჩემთვის ისაა, რატომ აღარ არიან ისინი. ისინი იმიტომ წავიდნენ, რომ ანტისემიტები იყვნენ. ამაში დარწმუნებული არ ვარ. მე ვფიქრობ, ისინი იმიტომ წავიდნენ, რომ Donald Trump-ს აღარ ჰქონდა მათი გამოყენების საჭიროება და ამისთვის კარგი მიზეზები ჰქონდა. საკმაოდ კარგი მიზეზით, როგორც აღმოჩნდა ტრამპი. ხო. ზუსტად ეს ბევრად იყო დაკავშირებული Epstein-ის დოკუმენტებთან და ეხო ხედავ, იცი, Epstein-ის კლასი, კიდევ ერთი ახალი ეფემიზმი გარკვეული ტიპის ადამიანისთვის. ისე თითქოს Epstein-ი რაღაცას ებრაულად აკეთებდა. თითქოს ესეთი რამ არსებობს, იცი, ესეთი რაღაც. ანუ არსებობს ესეთი რამ.
მაგრამ ის ასე არ იქცეოდა. ასე რომ ისინი უკეთესად აკეთებენ საქმეს და ისინი უკეთესები არიან. იცი, ამაში ეჭვი არ არის. რესპუბლიკურ პარტიაში ანტისემიტები ნაკლებია. ყოველ შემთხვევაში, არჩეულ რესპუბლიკურ პარტიაში ნამგურ პარტიაში ნამდვილად ნაკლებია ვიდრე მარცხენაზე. ისინი ყველგან არიან. ეხლა მარჯვნივ არ არის არც ერთი მამდანი. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერი შესანიშნავია, მაგრამ გონი უკეთესია. და მე იცი, არ ვიცი რა იქნება მომავალში, მაგრამ ეხლა უკეთესია. დიახ, ვფიქრობ ეს მართალია. ვფიქრობ არჩეული რესპუბლიკური პარტია, ანუ ეხლა როცა მასი მიდის, იცი ნამდვილად წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკური კაუკუსი თითქმის ერთხმად პროისრაელურია. დემოკრატები საუკეთესო შემთხვევაში შეიძლება ითქვას, რომ გაყოფილები არიან, მაგრამ იცი თუნდაც ზომიერი, ესე ვთქვათ, პროისრაელი დემოკრატები ძალიან ჩუმად არიან. ჯონ ფეტერმანის გარდა. და იცი ერთი ფეხით, ან შეიძლება ერთი და ნახევარი ფეხით უკვე დემოკრატიული პარტიიდან გასული ამ ეტაპზე. ის კი ცდილობს ხელახლა კენჭი იყაროს. ესე რომ მგონი მთავარი კითხვა ზაფხულის თვეებისკენ არის ის, რომ მიუხედავად იმისა, რომ ისინი ჯერ კიდევ რაოდენობრივად შედარებით ცოტანი არიან, კონგრესის მემარცხენე ფრთის ჯგუფს უზარმაზარი გავლენა ჰქონდა დემოკრატიულ პარტიაზე. მისი 2018 წლის არჩევნების შემდეგი დასაწყისიდანვე თუ როგორც შეიძლება მოხდეს, გრეჰემ პლატერი და აბდულ ელ-საიედი მაგალითად ამ ორ ადამიანს გამოყოფთ ამ შემოდგომაზე სენატში აირჩევიან. როგორ ფიქრობთ, რას ნიშნავს ეს დემოკრატიული პარტიისა და მისი მომავლისთვის თუ სენატშიც იქნება ასეთი ჯგუფი, როგორც წარმომადგენელთა პალატაში? ისინი უფრო და უფრო მეტ ძალაუფლებას მოიპოვებენ. და პრაქტიკულად არავინ არის, ვინც რეალურად ეწინააღმდეგება ამ ადამიანებს. გულისხმობ იმას, რომ როცა პლატნერზე ფიქრობთ, სინამდვილეში ნაცისტური ტატუ არ იყო ის, რამაც ვინმეს უარი ათქმევინა, ან თქვა, არა მადლობა. ეს იყო მისი სექსი, სექსუალური რაღაცები, ან რაც ახლა ხდება, რაშიც დარწმუნებული ვარ, კიდევ მეტი იქნება. მაგრამ ჯგუფი გაფართოვდა და უკვე establishment-შიც შევიდა, ხო ასეა. ვან ჰოლანდი წერს, იცით, სარედაქციო სტატიებს New York Times-ში. მერილენდის სენატორი, ხო? ხო, მერილენდის სენატორი და ალბათ მერილენდში, არ ვიცი, არ შემიმოწმებია, მაგრამ შევარაუდობ, რომ ებრაული მოსახლეობა საკმაოდ მაღალია. და ვიცი, რომ ძირითადად დემოკრატებს აძლევს ხმას. ხო, ზუსტ. და მას ამის გაკეთებაში პრობლემა არ აქვს. ეს არავნებს მას არანაირად, რადგან ებრაული სეკულარული establishment-ის დიდ ნაწილს ეს არ ადარდებს. ასე რომ თითქოს მათზე ზეწოლას ახდენენ, რომ ნაკლებად ექსტრემალურები იყვნენ. ასე არ არის. მათი ექსტრემიზმი ახლა პარტიის შიგნით კიბოა. ხო, ჩაკ შუმერი. ის ნაცისტური ტატუიანი ბიჭი მეინში, ჩაკ შუმერი, იცი, როგორც კი მან გაიმარჯვა, ჩაკ შუმერი მაშინვე გვერდით დაუდგა. და იცი, მესმის. შენ პარტიულ პოზიციაზე ხარ, მაგრამ განა არ უნდა მუშაობდნენ უფრო მეტად პირველადი ეტაპიდანვე, რომ შეაჩერონ ასეთი ადამიანები. ეს მიჩიგანშიც ჩანს, ელ-საიედი თუ როგორც ქვია. ისიცი, ბევრი დამკვიდრებული ადამიანი არ არის. ანუ არიან კანდიდატები, მაგრამ არ არის ესეთი ერთიანი ძალისხმევა, რომ ეს შეაჩერონ, როგორც რესპუბლიკურ პარტიაში ვნახეთ. გულისხმობ, მთელი მასის ამბავი სწორედ რესპუბლიკური პარტიის establishment-მა წარმართა, ისევ და ისევ, რაც არ უნდა მიზეზი ქონოდათ. ასე რომ მე არ ფიქრობ, რომ ეს კარგად გამოიყურება. იცი, შეიძლება მართლა ესე იყოს, რომ თუ ისინი ხელისუფლებაში მოვლენ, დაიწყებენ კანონპროექტების წარგენას, რომლებიც შეაჩერებენ დაფინანსებას. იცი, ისრაელის იარაღის დაფინანსებას. ან შეუშლიან ხელს მათ იარაღის შეძენაში და მსგავს რაღაცებში. მე ვფიქრობ, ამას ნახავ, ამიტომაც სულ მცირე მე ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია. იქნებ ისრაელმა დაიწყოს ფიქრი ამაზე. იცი და ვიცი, რომ ნეთანიაუმაც ახსენა ეს, რომ ამ მხრივ უფრო დამოუკიდებელი იყოს. ხო, ფიქრობ ეს მართალია და ფიქრობ ეს გრძელვადიან პერსპექტივაში ჭკვიანური პოზიცია ისრაელისთვის. მაგრამ ფიქრობ სიმბოლურია ის ფაქტი, რომ უკვე 40-მა დემოკრატმა სენატორმა მისცა ხმა ისრაელისთვის იარაღის მიწოდების შეწყვეტას ომის დროს, რაც აჩვენებს საიდკენ მიდის დემოკრატიული პარტია. ეხლა რომ კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგათ და დემოკრატებში ცოტა უფრო ხრმად ჩავუღრმავდეთ, ფიქრობთ, რომ პროისრაელ დემოკრატებს აქვთ მომავალი. ვიღაცა მაგალითად პენსილვანიის გუბერნატორი ჯოშ შაპირო, რომელიც 2028 წლის დემოკრატიული საპრეზიდენტო კანდიდატობის ერთ-ერთი მსურველია, იქცევა ისე, თითქოს შეუძლია ოსტატურად გვერდი ავაროს მის პარტიაში იზრდებადი მტრული დამოკიდებულება ებრაელებისა და ისრაელის მიმართ. იმით რომ ამბობს თითქოს ზძულს ნეთანიაჰუ და იმედოვნებს, რომ ეს საკმარისი იქნება მემარცხენეების დასაკმაყოფილებლად, ისე რომ მას არ მოუწიოს ისრაელისადმი სიმპათიის უარყოფა. რაც მისთვის ძალიან რთულია, რადგან როგორც იცით, ის ძალიან აქტიურად არის ჩართული ებრაული თემის ცხოვრებაში.
მაგრამ დემოკრატიული პარტიის ბევრ მხარდამჭერს ნამდვილად სჯერა, რომ კამალა ჰარისმა 2024 წელს ტრამპთან წააგო, იმიტომ რომ ის და ჯო ბაიდენი 7 ოქტომბრის შემდეგ ისრაელის მიმართ საკმარისად მთრულად არ იყვნენ განწყობილნი. და მე არ ვიცნობ არც ერთ ადამიანს, ვინც ფიქრობს, რომ ჯონ ფეტერმანი, რომელიც დემოკრატებში ერთ-ერთი იშვიათი პროისრაელელია, შეძლებს დემოკრატიულ პრაიმერში გამარჯვებას, როცა მისი ვადა 2028 წელს ამოიწურება. როგორ ფიქრობთ, 2028 წელს დემოკრატების მხრიდან შესაძლებელი იქნება ვინმეს ნომინაცია, ვინც ისრაელს ცრუბრალდებებს გენოციდში არ დასდებს, ან ღიად მტრულად არ იქნება განწყობილი მის მიმართ, ან სულ მცირე იარარის ემბარგოს მხარდაჭერას მაინც არ გამოუცხადებს? მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება უფრო ზომიერი ტონი ჰქონდეთ ვიდრე აქტივისტების კლასს, მე ვფიქრობ, რომ ეს ძალიან ნაკლებად სავარაუდოა, გულწრფელად რო ვთქვა, და შეიძლება ვცდები. მინდა ვცდებოდე, რომ საერთოდ რომელიმე ებრაელი ადამიანი პარტიის კანდიდატიც კი გახდეს. უბრალოდ არ მგონია, რომ აქტივისტები ამას დაუშვებდნენ. ზოგჯერ შაპიროს მოსმენისას ვფიქრობ, რა მოხდება, როცა ნეთანიაჰუ აღარ იქნება. მაშინ რა სიტყვიან? საინტერესოა იმიტომ, რომ ის იმდენი ხანია პოლიტიკაშია, რომ ეს არგუმენტი ყოველთვის გამოიყენებოდა. მახსენებს იმას, როგორც დემოკრატებს არასდროს შეუძლიათ პირდაპირ ილაპარაკონ იარარის მფლობელებზე ან იარაღზე. ყოველთვის მხოლოდ NRA-ს აკრიტიკებენ. ეს მათთვის მარტივი სამიზნეა, რომ მუდმივად აკრიტიკონ და ნეთანიაჰუ თითქოს ის ადამიანია, ვის წინააღმდეგაც არიან, მაშინ როცა ესა ის, რასაც ის რეალურად აკეთებს ისრაელში, ფართო კონსენსუსს იწვევს, ხომ ასე? უბრალოდ აკეთებს თუ არა ამას კომპეტენტურად, სწორად აკეთებს, ტონი სწორია, ეს სწორია, მაგრამ რია. მაგრამ დიახ, ისრაელში უკვე აღარ არსებობს რეალური რადიკალური მემარცხენე ფრთა. ამიტომაც პოლიტიკური კლასის კონსენსუსი იქ არის, სადაც ნეთანიაჰუა. აბა რას გააკეთებენ, როცა ეს დასრულდება? ფიქრობ, იმ დროისთვის ისინი ანტისიონიზმს ზოგადად მიიღებენ, როგორც დემოკრატიულ პარტიაში და ამას მნიშვნელობა აღარ ექნება. დარწმუნებული ვარ, ის გამოკითხვა ნახეთ, სადაც თქვეს, რომ ებრაელ ახალგაზრდებსაც კი ორნაციონალურ სახელმწიფოს ამჯობინებენ. ეხლა არ მგონია, რომ ისინი ნამდვილად აცნობიერებენ, რა ზუბიერებენ, რას ნიშნავს ეგ რამ. ასევე საკითხავია ამ გამოკითხვის სანდოობა და ის, ვისაც რეალურად ეკითხებოდნენ. მაგრამ შემიძლია ვივარაუდო, რომ ეს შეიძლება გახდეს დემოკრატიული პარტიის პოზიცია მომავალში. ხო, დამავიწყლე რა იყო კითხვა, მაგრამ მგონია, რომ ჩვენ არა. ეს დემოკრატიული პარტია იყო. არა, ხო, ნუ გააკეთებ. და იცი არ ფიქრობ, რომ 2028-ში რომელიმე დემოკრატი შეიძლება წარადგინონ, რომელიც იქნებოდა ისევე პროისრაელური, როგორც ჯოშ შაპირო, რომელიც იცი ძალიან კარგად ვიცნობ. ის მეზობელია, ჩვენი სინაგოგის წევრია და ჩვენი შვილები ერთ სკოლაში, ერთ კლასში დადიოდნენ გარკვეული დროის განმავლობაში. მახსოვს 2008 წლის დასაწყისში, როცა ცდილობდა დაერწმუნებინა, რომ ბარაკ ობამა კარგი იქნებოდა ისრაელისთვის, რადგან ბარაკ ობამაში ადრე ჩადო ინვესტიცია, როცა ყველა დანარჩენი ჰილარი კლინტონს უჭერდა მხარს და საბოლოოდ ამისგან არაფერი მიუღია. მაგრამ საბოლოოდ მან მაინც შეძლო წინ წასვლა. დიახ, ის ახლა საინტერესო პოზიციაშია. და ნამდვილად არ ვაფასებ მის შანსებს, რომ პრეზიდენტად აირჩიონ. მაგრამ ასეა, ის ნიჭიერ პოლიტიკოსად მეჩვენება და თუ დემოკრატები სერიოზულად მიუდგებოდნენ, სწორედ ასეთი ადამიანი იქნებოდა მათი კანდიდატი. გულისხმობ იმას, რომ მან მოიგო მგონი იმ წელს მოიგო, როცა ტრამპმა გაიმარჯვა, ან სულ მცირე იმ შტატში გაიმარჯვა, რომელიც ტრამპმაც მოიგო. და ეს ზუსტად ის ტიპის შტატია, რომელიც უნდა მოიგო, რომ ეროვნული არჩევნები მოიგო. სხვა გზა არ არსებობს. ალბათ პენსილვანია უნდა მოიგო. ეს რომ ეს ძალიან უცნაურად ჩანს. ამ სხვა შტატებიდან უმეტესობა რეალურად სადაოც კი არ არის. ძალიან ცოტაა ისეთი, რომელიც არის. და როგორც ჩანს, სწორედ ის ბიჭია, ვინც ამ შტატებს მოიგებდა. შეიძლება იცი, შეიძლება ვირჯი მოიგოს, ვირჯინიაც მოიგოს ალბათ. პენსილვანიაც შეუძლია მოიგოს. და მაშინ ერთი შტატი გაშორებს არჩევნების მოგებას. მაგრამ ამის ნაცვლად ისინი საბოლოოდ კალიფორნიიდან ან სხვა ვინმეს წარადგენენ, ვისაც ასე ვთქვათ, უბრალოდ დაუბრუნდეთ. იმ კითხვას, რომელიც ადრე დააყენე, მე ვფიქრობ, რომ დემოკრატები და პროგრესულები ისრაელის წინააღმდეგ არიან. ვფიქრობ, ბევრი მათგანი გარკვეულწილად ანტისემიტურია. მაგრამ არ ვფიქრობ, რომ ღაზა მათთვის იმდენად მნიშვნელოვანია, რომ უმეტეს ადგილებში კონგრესმენის ან პოლიტიკოსის არჩევაზე გადამწყვეტი ხმა მისცენ. შეიძლება მიჩიგანში სხვანაირად იყოს, როგორც არ უნდა იყოს, მაგრამ იქ ეს არის მთავარი საკითხი, რომელიც მათთვის მნიშვნელოვანია. ამიტომ იმ საკითხებს შორის, რომლებიც შენთვის მნიშვნელოვანია, ამ თემის ყველაზე მაღლა დაყენება ვფიქრობ დიდი შეცდომაა. უბრალოდ არ ვფიქრობ, რომ ამერიკელებმა ამის შესახებ საკმარისად იციან, უმეტესობა. ან საკმარისად აინტერესეთ, რომ ამ საკითხმა განსაზღვროს, ვის მისცემენ ხმას. ამიტომ უცნაურია, რომ ამას ესეთ ცენტრალურ საკითხად აქცევენ. და ამას იმიტომ აკეთებენ და ამას მნიშვნელობა აქვს, რადგან პროგრესულები ასე ფიქრობენ. მაგრამ მე უბრალოდ ჯერ არ ვფიქრობ და შეიძლება არც არასდროს, რომ ეს იქნება გადამწყვეტი საკითხი საპრეზიდენტო არჩევნებში. ამიტომ ძალიან უცნაურია კანდიდატზე უარის თქმა, რომელსაც პენსილვანიის მოგება შეუძლია. რომელსაც ზომიერი ქცევა აქვს და სხვებთან შედარებით, იცი პარტიაში სოციალისტებთან შედარებით. საკმაოდ ზომიერი, ნიჭიერი პოლიტიკოსი, რომელიც ადამიანებს გარეუბნების ჩვეულებრივ ამომრჩევლებსაც კი შეიძლება მოეწონოთ.
რაც გონია რომ სწორედ ის ხალხია, ვისაც მთელი ქვეყნის მასშტაბით ეძებთ. მაგრამ ნახოთ რა მოხდება. ეჭვი მეპარება რომ სწორედ ის იქნება. აი აქ. დიახ. იცი საქმე ისაა, რომ მან მართლაც მოიგო. მან პენსილვანიაში გუბერნატორობა 2022 წელს დიდი უპირატესობით მოიპოვა საშინელი რესპუბლიკელი კანდიდატის წინააღმდეგ. ის ალბათ ისევ დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს წელს ხელახალ არჩევნებში. იცი, თუნდაც მის წინააღმდეგ უკეთესი კანდიდატი იყოს. მაგრამ იცი, ეს არის კითხვა, იცი, რა თქმა უნდა, მე არ ვფიქრობ, რომ ქვეყნის მასშტაბით დემოკრატების უმეტესობას ასე ძალიან აინტერესებს ისრაელი, პალესტინელები და ღაზა, მაგრამ პარტიის ბირთვს აინტერესებს, იცი, ამ ინტერსექციურ ბირთვს აინტერესებს. ესე რომ, გონი, იცი, მე არ იცი, ჯერ ძალიან ადრეა 2028 წლის პროგნოზებზე საუბარი, თუმცა შეიძლება ცოტათი ამაზეც ვილაპარაკოთ. მაგრამ ფიქრობ, კითხვა, რომელიც მაინტერესებს არის, იცი, დემოკრატიულ პარტიაში. ბოლოს 3 საარჩევნო ციკლში პარტიის ხელმძღვანელობამ ბერნი სანდერსის ფრთა კონტროლის ქვეშ შეინარჩუნა. ისინი უარყვეს 2016 და 2020 წლებში და მათ არ ჰქონდათ შანსი, იცი, 2024 წელსაც. არის თუ არა 2028 წელი, იცი, ის წელი, როცა დემოკრატიული პარტიის ბერნი სანდერსის ფრთას ეძლევა შანსი. ცხადია, ყველაზე გონივრული გადაწყვეტილება მათთვის არის, რომ არასდროს მისცენ მათ ამის უფლება. ისეთ აკონტროლონ საპრეზიდენტო ნომინაცია და ასახელონ ვინმე. იქნება ეს ჯოშ შაპირო თუ მერილენდის გუბერნატორი. საუბარი მერილენდზე, რომელიც იცი, ბევრად უფრო გონივრულად ითვლება. მაგრამ მიიღებენ თუ არა მოხდება ეს ისევ. შეიძლება ეს ისევ მოხდეს პარტიაში, რომელიც ძალიან მარცხნივ გადაიხარა, სადაც გრეჰემ პლატნერი, იცი, სექსუალური სკანდალების მიუხედავად მაინც სენატის სარწმუნო კანდიდატია. არ ვიცი, მაგრამ ვიცი ეს. ამ ფლანგს ეხლა უფრო მეტი ძალა აქვს, ვიდრე ოდესმე ჰქონია და პარტიაში უფრო მეტი გავლენა აქვს, ვიდრე ოდესმე ჰქონია. და შეუძლია ჩაძიროს კანდიდატები, ზოგჯერ თუ მოისურვებს ადგილობრივ არჩევნებსა და სენატის არჩევნებში. ამიტომ მათი ძალა კიდევ უფრო გაიზრდება. ჯერ კიდევ არ ვიცი დაუშვებს თუ არა ეროვნული პარტია, რომ მისნაირმა ადამიანმა კენჭი იყაროს. გონია, რომ ეს უფრო იმ ადამიანში იქნებოდა, ვინც ორივე მხარეს შეძლებდა შეერთებას. შეიძლება გუბერნატორი, ხომ იცით? შეიძლება კალიფორნიის გუბერნატორი, არ ვიცი. ვერ ვახერხებ, ხო vicit, ამ წუთას სხვა ვინმე ვერ მომდის თავში. ხო, ვფიქრობ, ბევრი ადამიანია, ხო vicit, არ ვიცით, ვინ გამოჩნდება და ვინ იქნება სერიოზული და ვინ არა. აშერს, მაგალითად, აქვს ეს ესთეტიკა. ვისაც თითქოს ესთეტიკა აქვს. ხო, საქმე ისაა, რომ არიან ადამიანები, რომლებიც ახლა აუქს ეუბნებიან ჩუმად. უნდა იყარო პრეზიდენტად კენჭი. პრეზიდენტად. სენატზე არ იფიქრო. არ იფიქრო წარმომადგენელთა პალატაში დაბრუნებაზე. იყარე პრეზიდენტად კენჭი, ვინ იცის? არ მგონია სიგიჟე იყოს იმის ფიქრი, რომ ვიღაცა მისნაირი შეიძლება პრეზიდენტობის პრაიმერებში გაიმარჯვოს, თუ არა ზოგად არჩევნებში. მე ვფიქრობ, რომ ის განადგურდებოდა. შეიძლება ვცდები. ხალხი მეუბნება, რომ ის ძალიან ქარიზმატულია. მე მგონია, რომ ის ცოტა თავქარიანია და ეს მხოლოდ ეს არ არის. პროგრესული იდეები ამ ქვეყანაში ჯერ კიდევ პოპულარული არ არის. შეიძლება არასდროს გახდეს, იმედია აც გახდება. ამიტომაც ისინი თელთავიანთ დღის წესრიგს ეფემიზმებით ფარავენ. ცდილობენ შეგაცდინონ და არ გითხრან სინამდვილეში რა არის. სოციალიზმი ჯერ კიდევ არ არის პოპულარული. კულტურული შარლატანობა, რომელიც ამ პარტიაშია გამჯდარი, უმეტესობას არ მოსდევს. აი რატომაც გეუინ ნიუსომს აქვს ისეთი ესთეტიკური თვისებები, თითქოს პრეზიდენტი შეიძლება იყოს, ხომ ასეა, მაგრამ მაინც რაღაცა აკლია. ის მაინც გულისხმობ, ის მაინც მკაცრი მემარცხენეა, მაგრამ AOC კიდევ ერთი ნაბიჯით წინ არის, ხომ ასეა. ვგულისხმობ, ის სოციალისტია. მაშინაც კი როცა სიტყვა პროგრესულს ვიყენებ, ცოტა მაწუხებს, მაგრამ ამას იმიტომ ვაკეთებ, რომ ამ ქვეყანაში ასე ვლაპარაკობთ. მაგრამ აქ მარქსისტებზე ვსაუბრობთ. და უბრალოდ არ მგონია, რომ მარქსიზმი პოპულარული იქნება დონორების კლასში. იცი, შეიძლება ზოგიერთთან, მაგალითად სოროსის ტიპებთან, მაგრამ არ ვიცი ისევ პარტიის დომინანტური ფრთაა თუ არა. ნახავთ. შეიძლება ეს შუალედურ არჩევნებზე იყოს დამოკიდებული. თუ პლატნერს დაინახავ, ბოლომდე დარჩეს და წააგოს. ან თუ დაინახავ, რომ ზოგიერთი ამ კანდიდატიდან, რომლებიც პროგრესულები არიან, ტერორიზმის სენატში მაგალითად მასში შეიძლება იქაც რაღაც ცვლილება მოხდეს, მაგრამ გონი უნდა დაველოდოთ და ვნახოთ. ხო. ეხლა მინდა ჩვენი პოლიტიკური ფლანგის შესახებ ვისაუბრო და ცოტა უფრო დეტალურად განვიშვებო. გამოკითხვის შედეგები აჩვენებს, რომ მემარჯვენე ახალგაზრდებს ისრაელის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება აქვთ, თუმცა არა იმავე დონეზე, როგორც მემარცხენეებს.
მაგრამ აშკარად ეს მხოლოდ ტაკერ კარლსონი ან კიდევ უფრო გიჟური კენდას ოუენსი არ არის, ვინც ფიქრობს, რომ ეს არის მომავლის გზა. მაინტერესებს მეგინ კელის მზადყოფნა, რომ მათ გვერდით დადგეს და დამოუკიდებლად ისრაელისა და ებრაელების წინააღმდეგ შეთქმულების ბრალდებებში ჩაერთოს. ნიშანია იმ არ ვიცი, მგონია, რომ ის გამონაკლისია იმ ხრივ, რომ რამდენიმე ნახვისთვის ყველაფერს იტყვის. არ ფიქრობ, რომ ის პრინციპული ადამიანია, ან ადამიანი, რომელსაც ამ საკითხებზე ოდესმე სიღრმისეულად უფიქრია. ალბათ ცხოვრებაში არც ერთი წიგნი არ წაუგითხავს ახლო აღმოსავლეთზე. და ამას არ ვამბობ იმისთვის, რომ თქვა თითქოს ის სულელია. არ ფიქრობ, რომ მას დაბალი ინტელექტი აქვს. უბრალოდ არ ფიქრობ, რომ ის პრინციპული ადამიანია რაიმე თვალსაზრისით. მაშინ როცა ტაკერი, ჩემი აზრით, ნამდვილად მწამსის მქონე ადამიანია, ან სხვაებით ვინც მას ჰგავს. გულისხმობ იმას, რომ ჩვენ სულ ლაპარაკობთ იმაზე, რომ მათ კატარის ან სხვა ქვეყნებისგან ფული აქვთ აღებული, მაგრამ გარკვეულწილად ეს არც ისე მნიშვნელოვანია. უბრალოდ შეგიძლია თავი დააჯერო ნებისმიერ რამეში, თუნდაც ფულს იღებდე. და ჩემთვის თავარი ისაა, რასაც ამბობ, ხომ ასეა? საბოლოოდ ეს არის თავარი. ამიტომ ვფიქრობ, რომ ისინი ხედავენ საკმარისად დიდ აუდიტორიას, სადაც მათთვის მომგებიანია ასე მოქცევა, მიუხედავად იმისა, სჯერათ თუ არა. ეს ვერ ჩატარდება მათ სულში. მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს აუდიტორია, იცი, არის არ ვიცი, ახალგაზრდები დიდი რაოდენობით თუ აძლევენ ხმას. ამ აუდიტორიაზე ზუსტად არ ვიცი. ვფიქრობ, ამ აუდიტორიის დიდი ნაწილი, იცი, ამაზე ჩემს წიგნშიც დავწერე მემარცხენე კონსპირაციებზე, მაგრამ ვფიქრობ, ეს მემარჯვენეებისთვისაც მართალია. ჩვენ უბრალოდ საუბრობთ ანტისემიტიზმის დაბალ ფასზე. ეს არის ერთადერთი ადგილი, სადაც შეგიძლია ნამდვილად შეუტიო ბუმერებს და მათ სულელურ, იცი, მოძველებულ რწმენებს. ეს არის ერთადერთი დრო, როცა შეგიძლია საჯაროდ გამოხვიდე და პროვოკაციული იყო და მიიღო ნამდვილი მღელვარება. განსაკუთრებით ვფიქრობ, ახალგაზრდა კაცები იღებენ ნამდვილ მღელვარებას. იმაში, რომ ამბობენ ისეთ რაღაცებს, რაც არ უნდა თქვან სინამდვილეში, მაგრამ იცი, როცა ამას რეალური სერიოზული ფასი არ აქვს. გონია, რომ აუდიტორიის დიდი ნაწილი ასე მეჩვენება. მართლა არ ვიცი რა რაოდენობაა. ძალიან რთულია გაიგო, როგორ მუშაობს ეს აუდიტორია. ისინი უცხოელები არიან. რამდენი მათგანი იმყოფება შეერთებულ შტატებში. მაგრამ რაც ვიცი, ის არის, რომ ეს მნიშვნელოვანი და საკმარისი რაოდენობაა, რომ მომავლის გამო ვინერვიულოთ. უბრალოდ ჯერ კიდევ არ ვარ დარწმუნებული. ხო, ჯერ კიდევ არ დამირწმუნებია თავი, რომ ეს მართლაც ძლიერი მოძრაობაა. ნამდვილად ნახავთ, რომ ახალგაზრდები ცოტათი ზურგს აქცევენ ისრაელს. მაგრამ კიდევ ერთხელ, უბრალოდ არ ვფიქრობ, რომ ეს უმეტესობისთვის, ვინც აძლევს ხმას, ახალგაზრდებისთვის თუ ხანდაზმულებისთვის მთავარი საკითხია. მე ასე არ ხედავ ამას. ჯერ. იცით, კითხვაც არ არსებობს, რომ რესპუბლიკელების უმრავლესობა, ახალგაზრდებიც და ხანდაზმულებიც, მაგრამ აშკარად უფრო მეტად ხანდაზმულები, ძალიან პროისრაელურად არიან განწყობილნი. როცა ვსაუბრობთ ევანგელისტებზე, ან უბრალოდ ვიცით, მაგა რესპუბლიკელებზე, ან ვინც არ უნდა იყვნენ, როგორც არ უნდა დაახასიათონ თავი. ისრაელი ბევრად უფრო პოპულარულია. ანტისემიტიზმი მარჯვნივ უფრო იშვიათია. იცით, თითქმის თლიანად გაქრა. იცით, მართლ კლასში მას თითქმის არანაირი ადგილი არ აქვს. მაგრამ ფიქრობ, ერთ-ერთი რამ რაც შევნიშნე და დარწმუნებული ვარ თქვენს, ის იყო, რომ მთელი ის აურზაური რო დასრულდა. იცით, ჰერიტეჯში დაახლოებით 1 წლის წინ ან ცოტა მეტი ხნის წინ, როცა მისმა პრეზიდენტმა კევინ რობერტსმა თავის მეგობარს ტაკერ კარლსონს მხარი დაუჭირა და მე ყველაფერი თითქოს თავზე დაემხო და იცით, მათ სადეს თავი დაეხციათ ამ ყველაფრისთვის, იცით, თითქოს იმ ჯგუფის შიგნით ფორუმზე. და ჩვენ ნახეთ ბევრი ადამიანი, იცით, ახალგაზრდა ხალხი, რომელიც ადმინისტრაციაში მუშაობს, იყო აშკარად ალღა თითქოს ანტი-ისრაელის განწყობის. ეს სხვადასხვა გზით იგრძნობოდა. მაგრამ იცით, ეს იქ იყო, ანუ უარყოფა შეუძლებელი. კითხვა, იცით, რამდენად ფართოდ არის გავრცელებული, მაგრამ იცით, ეს ის რამეა, რომელიც თუ უყურადღებოდ დარჩა, ტენდენცია აქვს, რომ გაიზარდოს და გაღრმავდეს. ეს არსებობს. ვფიქრობ, ეს ნამდვილად არსებობს. ზოგჯერ რთულია ზუსტად დაასახელო. შეიძლება ამის თმის გამო პრობლემაც შემექმნას, მაგრამ მე არ ვამბობ, რომ ის ანტისემიტია ან რამე მსგავსი. მაგრამ ვფიქრობ, JD Vance ანტი-ისრაელური. ვფიქრობ, ის ერთგულის შემსრულებელია. ვფიქრობ, ის კარგი ვიცე-პრეზიდენტია იმ გაგებით, რომ პრეზიდენტს მხარს უჭერს. მაგრამ ბევრი რამ, რასაც ის ამბობს, ჩემთვის ძალიან საეჭვოა, როცა საქმე თავისუფალ სიტყვას და მსგავს საკითხებს ეხება. ის მხოლოდ ყველაზე ცუდი ადამიანების სიტყვის უფლებების დაცვას ან მხარდაჭერას ცდილობს, რაშიც მეც ვეთანხმები, მაგრამ ამავე დროს ამას ისე აყალიბებს,
თითქოს ვიღაცა მათ სიტყვის თქმას უშლის ხელს. იცი, თითქოს ვიღაცა ტაკებს უშლის ხელს თქვას ის რაც უნდა. ან უშლის ხელს ტაკებს, რომ თავის შოუში ანტისემიტი ჰყავდეს, მაგალითად ფუენტესი. და ამაზე წუწუნი თითქოს თავისუფალი სიტყვის წინააღმდეგია. არა, ჩვენ გვაქვს უფლება ვიმეგობროთ ან არ ვიმეგობროთ ადამიანებთან, რომლებიც ფანატიკოსები არიან. ჩვენ გვაქვს უფლება ვთქვათ, რაც გვინდა მათზე, მაგრამ ის არასდროს იცავს ამ უფლებას. ყოველთვის არათანაბრად გამოდის. ცოტა რთულია ახსნა, რადგან გონია, რომ ის საკმაოდ ეშმაკურად იქცევა ამ საკითხში. და ტაკერი მისი მეგობარია. ყველამ ვიცით ეს. სინამდვილეში ის ალბათ ტაკერ კარლსონის გამოა ვიცე-პრეზიდენტი. ამიტომ მე ვიულობ მას. ვფიქრობ, ის იზოლაციონისტია, მაგრამ ასევე არ მომწონს, ხო? მგონია, რომ ის ეკონომიკურად ლიბერალია ბევრ სხვა საკითხშიც. არსებობს ბიუქენანის, პატრიკ ბიუქენანის ხაზიც. ეს ყოველთვის იყო და ახლა უფრო პოპულარულია, რადგან თანხვედრაშია პროტექციონიზმთან. თანხვედრაშია იზოლაციონიზმთანაც, რა თქმა უნდა, და ბევრი დიდი გულშემატკივარია. მე ვნახე, როგორ თქვა კევინ რობერტსმა, რომ ისურვებდა ბიუქენანი ყველაფერში მართალი ყოფილიყო, იცი, როცა ის პრეზიდენტად იქრიდა კენჭს 90-იან წლებში, რაც არ უნდა ყოფილიყო. ეს ძალიან შემაშფოთებელია, რადგან მიუხედავად იმისა, რომ მე ასე არ ვფიქრობ, პატრიკ ბიუქენანი დევიდ დიუკი არ არის. ის მაინც არის ადამიანი, რომელმაც ბევრი ისეთი რამ თქვა, რაც ჩემი აზრით ებრაელი ხალხისთვის შეურაცხყოფელი იყო. და იცით, მე არ ვფიქრობ, რომ მას სძულდა ის ებრაელი ადამიანი, რომელიც მის გვერდით იჯდა, მაგრამ ის ნამდვილად ასე ფიქრობდა. მას სჯეროდა, რომ ებრაელებს ამ ქვეყანაში ძალიან დიდი ძალაუფლება ჰქონდათ და რომ ებრაელებს ჩვენ ომში ჩაგვათრიეს და ჩაგვიყვანეს. და ჩვენ მაშინ ამაზე ვსაუბრობდით, ეს იყო პირველი სპარსეთის ყურის ომი, როცა ის ამბობდა, რომ ეს თითქოს ებრაული ომი იყო. ხო, ეგ ამენ კორნერის ომი, ხო ასეა. სწორია. მოусმინე, მან დაწერა იცი რაღაც, თუ იცი თითქოს პირდაპირი ხაზი გადის პატრიკ ბიუქენანის წიგნიდან, სადაც ის ამბობს, რომ ჩერჩილი იყო მეორე მსოფლიო ომის ბოროტმოქმედი. ხო, ზუსტად. ტაკერ კარლსონამდე, რომელსაც იცი კიდევ უფრო სულელი სტუმარი ყავს თავის პოდკასტში, რომელიც იმავეს ამბობს და კიდევ უფრო შორს მიდის. ხო, ვინ არის ის მწერალი? ეხლა მისი სახელი არ მახსენდება, რომელიც National Review-ს წერს. ჯოზეფ სობრანი, ხო ესეა? ჯო სობრანი. ხო, ეს იყო იცი უილიამ ბაკლის ერთ-ერთი დიდი მომენტი. როცა მან ფაქტობრივად იცი კედელი გაალო ბიუქენანსა და ჯო სობრანს შორის. და იცი მემინსტრიმე კონსერვატიულმა მოძრაობამ მაშინ წიგნი დაწერა ანტისემიტიზმის ძიებაში. მან ეს ადრე ჯან ბერჩის საზოგადოების შემთხვევაში 1960-იანი წლებში გააკეთა, მაგრამ ისევ გაიმეორა 80-იანი წლების დასაწყისში. მაგრამ მგონი პრობლემა ახლა ისაა, რომ ყველამ იცოდა, რომ ბილ ბაკლი, თანამედროვე ამერიკული პოლიტიკური კონსერვატიული მოძრაობის დამფუძნებელი, მართლაც იყო კარის დარაჯი. დღეს ინტერნეტში კარის დარაჯობა ცუდ რამედ ითვლება. ეს შეურაცხყოფად ითვლება. კარის დარაჯობა ისაა, რაც ადამიანებს ცხოველებისგან განასხვავებს. ამას ყოველთვის ვეუბნები ხალხს, ვერ ვიგებ და ყველა კარის დარაჯობს. ასე რომ ვინც კარის დარაჯობაზე ლაპარაკობს, თვითონაც კარის დარაჯობენ თავიანთ შოუში. ისინი თავიანთ საიტებზე იწვევენ მათ, ვინც მოსწონთ ან ვინც არ მოსწონთ. ამაზე ყოველთვის ვდაობ ხალხთან. ჩვენ არ გვჭირდება ასე მოვიქცეთ. ფიქრობ პირს მორგანზე, ხო ასეა? როგორ აკეთებს ისე, თითქოს დებატს მართავს ამ ადამიანებსა და იმ ადამიანებს შორის, მაგრამ ყველაზე უკიდურეს ანტისემიტებს აყენებს. იმავე დონეზე, როგორც ადამიანებს, რომლებმაც ამ საკითხებზე დაფიქრდნენ და გულწრფელად დებატობენ. ამ იდეას, რომ უნდა გამოარჩიო ყველაზე ცუდი ადამიანი და დააყენო ვინმეს გვერდით, ვინც ლეგიტიმურია. ან, ხო იცი, ხალხი ამბობს, ვინ ხარ შენ რო გვითხრა, ვინ არის ლეგიტიმური? ჩვენ გვაქვს განსჯის უნარი და ჩვენ წყვეთ თამთამ საკითხებს. სწორედ ამიტომ კითხულობთ წიგნებს, ვფიქრობთ საკითხებზე ან მართავთ დებატებს. და როცა მათ გამოარჩევენ, ზუსტად ისე როგორც ტაკერმა გამოარჩია ფუენტესი, მიზანი იყო მისი მიშვება მთავარ ასპარეზზე, რომ მიიღო ადგილი მაგიდასთან და ლეგიტიმური დებატი ამ ქვეყანაში. ეს იყო იმ დებატის მიზანი. ხალხი დამცინის, რომ თითქოს ამ თემაზე ვერ საუბრობ. დიახ, შეგიძლია თუ მათ და მათ სიგიჟეს შეეწინააღმდეგები, მაგრამ თუ უბრალოდ სცენაზე დააყენებ და მისცემ უფლებას, რომ თავიანთი სისულელე ილაპარაკონ, ან არ ახსენებ ყველაზე ცუდ რამეებს, რაც უთქვამთ, ან მათ ნამდვილ პოზიციებს, მაშინ უბრალოდ მათ პოზიციებს ათეთრებ. ასე რომ მაინც ცდილობ. ამიტომ ვფიქრობ, რომ ფილტრაცია მნიშვნელოვანია. ადრე რაღაც სტრუქტურა ჰქონდა, იყო გაზეთი, რომელიც რედაქტორებს გადიოდა. შეიძლება ისინი მიკერძოებულები იყვნენ, შეიძლება არა, მაგრამ ისინი უკავშირს გაძლევდნენ, ამაზე ფიქრობდნენ. ეხლა ეს აღარ გაქვს. სინამდვილეში ეხლა შენ ხარ წახალისებული, განსაკუთრებით პოდკასტების სამყაროში, მაგრამ ონლაინშიც მონეტიზირებული და წახალისებული ხარ, რომ მოიწვიო ყველაზე უარესი ადამიანები. რომ თქვან ყველაზე გიჟური და სიძულვილის მომგვრელი რაღაცეები, რადგან ამაში ფულია. Twitter-ის ანუ X-ის ინფრასტრუქტურა ანცუდია, სულ მცირე, ანტისემიტიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. ეს ნამდვილად აძლიერებს ამ ყველაფერს. ფიქრობ უფრო მეტად, ვიდრე სხვაგვარად იქნებოდა.
ხო, კი, დააბრალე ამას ალ გორს, რომელმაც ინტერნეტი გამოიგონა, მაგრამ იცი, მაგრამ ხო, ანუ ეს სიამდვილეში მართალია, რაც უფრო მეტ წითელ ხორცს მიაწვდი შენს აუდიტორიას, არ აქვს მნიშვნელობა სათხარ, მით უკეთესია, მით მეტი დაკლიკება გექნება, მით მეტი გადმოწერა ექნება პოდკასტებს. და რაც შეეხება JD1-ს, იცი, მე ცოტა მოგვიანებით ვაპირებდი მასზე საუბარს, მაგრამ სიმართლე რო გითხრათ, ჩემთვის ფიქრობ, იცი, ბევრი რამ მომწონს Once-ში, როგორც პოლიტიკოსში. ფიქრობ, იცი, ბევრი რამ იყო, რაც მომწონდა მასში, მაგრამ თუ ნეიტრალური ხარ, იცი, ტაკალ კალსონის ანტისემიტიზმთან დაკავშირებით, რაც იყო მისი საჯარო პოზიცია, როცა ის Turning Point USA-ში მივიდა. იცი, გასული წლის დეკემბერში, როცა Ben Shapiro და Tucker Carlson ერთმანეთს ეწინააღმდეგებოდნენ იმ ღონისძიებაზე, და მან თქვა, მე არა ვირჩევ ამ ორ მხარეს შორისო. ესე იგი, რატო არ შეიძლება ეს იყოს დისკვალიფიკაციის მიზეზი? რა თქმა უნდა, გვინდა რომ ასეთ საკითხში პოზიცია დაიკავო. იცი, ეს სწორია და არასწორი. და თუ ფიქრობ, რომ განსხვავება არ არის, იცი, ეს სწორისა და არასწორის საკითხია, მაშინ არ უნდა გენდობოდნენ, რომ რაიმე გადაწყვეტილება მიიღო. ის არ ერიდება პოზიციის დაკავებას უამრავ საკითხზე, იცი? მათ შორის ევროპულ სიტყვის თავისუფლებაზეც კი, ხომ ასეა. ან ნებისმიერ სხვა მორალურ საკითხზე. მას არ აქვს პრობლემა პოზიციის დაკავებაში. მაგრამ ამ საკითხში ის ძალიან კონკრეტულია. ასე რომ მე პირადად არაფერი მაქვს JD1-ის წინააღმდეგ. ის ჩანს როგორც ჩვეულებრივი ოჯახის კაცი, ჭკვიანი კაცი და ასე შემდეგ. მე ვფიქრობ, რომ მემარჯვენე მხარეს უფრო პოპულისტური ტიპები ხშირად აჯარბებენ იმას, თუ რამდენად მიმზიდველი იქნება ის მათი წრის გარეთ მყოფი ადამიანებისთვის. არ ვიცი, შეიძლება ვცდები. მე არ ვარ ის, ვინც გამოიცნობს, ვინ იქნება პრეზიდენტი. შეიძლება ვიცე-პრეზიდენტი, შეიძლება მართლაც შემდეგი პრეზიდენტი გახდეს, თუ AOC-ის წინააღმდეგ იბრძოლებს ან ნომინაციას მიიღებს. მე ვფიქრობ, ადამიანები გადაჭარბებულად აფასებენ, რამდენად პოპულარული იქნება ის და რამდენად პოპულარული იქნება მისი პოლიტიკა და რამდენი პირადი ხიბლი აქვს. და იცით, ჩემთვის რთულია ამის შეფასება. ხანდახან ამ ხიბლის საკითხში ვცდები. არ მეგონა, რომ დონალდ ტრამპი 2016-ში გაიმარჯვებდა. მაგრამ მარტო თქვენ არ იყავით, ვინც ასე არ ფიქრობდა. ამიტომ პროგნოზებს აღარ ვაკეთებ, მაგრამ ჯერა რომ მის მიმზიდველობას ოდნავ აჯარბებენ. მაგრამ ნახავთ რა მოხდება. ხო, პრეზიდენტობისთვის ბრძოლა არაფერს გავს, თუ რამე ვისწავლეთ პოლიტიკის გაშუქებისას ჩვენს ცხოვრებაში. ხალხი, რომლებიც თითქოს გიგანტები არიან, როცა შტატის თანამდებობაზე იყრიან კენტს ან უბრალოდ ბილეთის ქვედანაწილში არიან, როცა დამოუკიდებლად ეროვნულ ასპარეზზე უნდა გამოვიდნენ, ეს სულიად სხვა ამბავია. გიულიანი, ფრედ თომპსონი. ხო, გიულიანი. გახსოვს სკოტ უოკერი? Scott Walker, ჰა. ხო, სხვა საქმეა და იცი. რონ დესანტის არ გაუკეთებია? ხო, კი, და ასევე ობამა ცოტა მახსენდება, მაგრამ არ ფიქრობ, სინამდვილეში არ ფიქრობ, რომ მას ობამას ქარიზმა აქვს, მაგრამ იცი, ის სენატში 2 წელი იყო. ის ფაქტობრივად ოჰაიოში რამდენიმე მილიარდელმა წინ წასწია, რომ თავისი არჩევნები მოეგო. ეს არ არის ისე თითქოს მას პოლიტიკაში დიდი გამოცდილება ჰქონდეს. კიდევ ერთხელ ეს არ ნიშნავს იმას, რომ იცით, დონალდ ტრამპმაც იყარა კენჭი და მოიგო. და იცით, ობამასაც ფაქტობრივად ძალიან მოკლე კარიერა ჰქონდა პოლიტიკაში, სანამ მოიგებდა. ასე რომ ეს შეიძლება მოხდეს, მაგრამ ჩვენ არ ვიცით. და რთულია იყო ვიცე-პრეზიდენტი, როცა ნამდვილად ვერ აფიქსირებს საკუთარ პოზიციებს. შენ აფიქსირებ პოზიციებს ისეთი ცვალებადი ადამიანის, როგორიც დონალდ ტრამპია. ეს მარტივი საქმე არ არის. მოესწრება კი ამის გაკეთებას, თუ შემდეგ კენჭის კრაში მონაწილეობა სურს. იცი, ეს საინტერესო იქნება, რადგან მას მოუწევს პასუხისგება ყველაფერზე, რაც დონალდ ტრამპმა გააკეთა. მათ შორის ირანის ომზეც, რაზეც დარწმუნებული ვარ, არ უნდა რომ პასუხისგებელი იყოს. მაგრამ რთულია დონალდ ტრამპის წინააღმდეგ წასვლა, როცა კენჭს იყრიდა თქვა, რომ ეს შეცდომა იყო, რადგან როგორც ხედავთ, დონალდ ტრამპი ჯერ კიდევ მართავს ამ პარტიას. უბრალოდ ჰუბერტ ჰამფრის გითხე ამის შესახებ, თუ გინდა დაბრუნდე და კითხო ვიცე-პრეზიდენტს, რომელსაც ომზე განსხვავებული აზრი ჰქონდა. იმ შემთხვევაში ვიეტნამის ომზე 1968 წელს. როგორც არ უნდა იყოს, ეს კარგი გადასვლაა ჩემი შემდეგი შეკითხვისთვის ირანზე. გამოკითხვები გვიჩვენებს, რომ ომი ირანის წინააღმდეგ პოპულარული არ არის და მისი გავლენა ბენზინის ფასებზე აშკარად აზიანებს ტრამპს და რესპუბლიკელებს შუალედური არჩევნების წინ. არ გთხოვთ, გამოიცნოთ, რას გააკეთებს ტრამპი, რადგან ეს ყოველთვის წამგებიანი საქმეა. მაგრამ ფიქრობთ, რომ კონფლიქტის დასრულება იმგვარი შეთანხმებით, როგორც საჯაროდ განიხილებოდა, რაც ჩემი აზრით შეიძლება და იქნება აღქმული როგორც ამერიკული ძალისხმევის მარცხი და ირანის პასუხისგებლობისგან გათავისუფლება, როგორ შეიძლება ეს დაეხმაროს რესპუბლიკელებს? ან
მიუხედავად იმისა, რომ ისლამისტური რეჟიმის პასუხისგებლობისგან გათავისუფლება ამერიკის ინტერესებისთვის კატასტროფა იქნებოდა, ფიქრობთ, რომ ამ ეტაპზე ტრამპისთვის ეს უკეთესი იქნებოდა. უბრალოდ გააგრძელოს თავისი ძალისხმევა ირანული საფრთხის დასრულებისკენ, ვიდრე დათანხმდეს შეთანხმებას, რომლის შესრულებასაც ფაქტობრივად ყველამ იცის, რომ ირანელები არ შეასრულებენ. ძნელია ამის ცოდნა. ვითხოვდი, რომ ირანთან ომის დაწყების საარჩევნო უარყოფითი მხარეები ტრამპს ისედაც უკვე აწერია. ეს უკვე მის ნეგატიურ რეიტინგებშია ასახული. ამიტომ ეხლა წასვლა დაასუსტებს მის მხარდაჭერას იმ ადამიანების მხრიდან, ვისაც ეს მოსწონს. ანუ ეს დაანებებად გამოჩნდება. ეს ისე გამოჩნდება, თითქოს მან ობამასავით მოიქცა და სუსტი იყო. ვფიქრობ, ამერიკის პრესტიჟისთვის ეს საშინელი იქნება. ჩვენ ვიცით, რას აკეთებენ ირანელები. ისინი ამ საკითხებს აჭიანურებენ. ისინი ამას ყოველთვის აკეთებენ, რადგან იციან და ფიქრობენ და შეიძლება მართლებიც არიან. იმედი მაქვს არა, რომ მათ შეუძლიათ დონალდ ტრამპს გადააცადონ ბენზინის ფასების და შიდა პოლიტიკური ზეწოლების გამო. ჩვენ შუალედური არჩევნები გვიახლოვდება. ისინი განზრახამატებენ ჰეზბოლას თავიანთ გარიგებებში, რადგან შემდეგ შეუძლიათ ჰეზბოლას დაავალონ ისრაელზე შეტევ. და როცა ისრაელი პასუხობს, როგორც ნებისმიერი ნორმალური ქვეყანა გააკეთებდა, ისინი ამბობენ, ნახეთ რა მოხდა. ეხლა ისინი ვადებს კიდევ უფრო წელავენ. ასე რომ ისინი ამას მუდმივად აკეთებენ, უკვე 4 ადმინისტრაციის განმავლობაში, როგორც ხვდება. და შემდეგ ეს მათთვის გადარჩენის საშუალებაა და საბოლოოდ გამოსდით კიდეც. პირადად მე მინდა, რომ დონალდ ტრამპმა ეს რეჟიმი დაასრულოს. არ ვიცი, ეს შესაძლებელია თუ არა, მაგრამ ვფიქრობ, ეხლა მათთან დაანებებას არც პოლიტიკური სარგებელი აქვს. დიახ, სატყოვის ფასები მაღალია და ეს ნამდვილად დააზარალებს. მაგრამ ეხლა წასვლა ვფიქრობ, გრძელვადიან პერსპექტივაში საშინელი იქნება რესპუბლიკელების, საშინელი იქნება მისთვის, საშინელი იქნება მსოფლიოსთვის. ამიტომ მას ეს საქმეები უნდა დაასრულოს. საქმე, მას ჰქონდა 4 ძირითადი პუნქტი, როცა ეს საქმე დაიწყო ან სანამ დაიწყებდა, რაც ირანელებისგან სურდა. განსაკუთრებით პირველი, ბირთვული საკითხი. ეს უნდა მოგვარდეს, თორე ისევ მოგვიწევს დაბრუნება. ეს უბრალოდ სრული მარცხია და ყველა გააკრიტიკებს მას ამის გამო. ეს არც რესპუბლიკელებისთვის იქნება კარგი პოლიტიკურად და არც მისთვის. ხო, სწორია. ომის არაპოპულარობა, ხო გესმით რას ნიშნავს ეს მემარჯვენე ნეოიზოლაციონისტებისთვის? იქნებიან თუ არა ისინი, ხო გესმით, ისინი ამტკიცებენ, რომ უმრავლესობის სახელით საუბრობენ და დემოკრატები ერთმანეთ ეწინააღმდეგებოდნენ ომს. მაგრამ ისინი მართლა ესე ფიქრობენ, ეს წინააღმდეგობა ძირითადად პარტიული ინტერესებით იყო განპირობებული თუ ისრაელისადმი მტუად განწყობით? როგორ ფიქრობთ, რესპუბლიკური პარტიის JD Vance-ის ფრთას მაგალითად აქვს რაიმე საფუძველი, რომ მათი პოზიცია საბოლოოდ სწორია? არ არსებობს ომი, რომელსაც სერიოზული უარყოფითი მხარე არ აქვს, ხომ ასეა? ადამიანები იღუპებიან, ეს დამანგრეველია. არ იცი რა მოხდება. ხშირად ყველაფერი ისეთ მიმართულებას იღებს, როგორცაც ვერასდროს წარმოიდგენთ. ასე რომ იზოლაციონისტად ყოფნა თითქოს მარტივია, რადგან ყოველთვის ხდება რაღაც საშინელი, რაზეც შეგიძლია იწუწუნო. მაგრამ რაც შეეხება ომებს, ვფიქრობ, ეს ომი უკვე დასრულებულია. მისი სამხედრო ნაწილი უპრეცედენტო იყო. ანუ მათ გაანადგურეს ირანი, რომელიც საბოლოოდ ქაღალდის ვეფხვი აღმოჩნდა. ჩინური შეიარაღება კი არაეფექტური აღმოჩნდა. რუსული შეიარაღებაც არაეფექტური აღმოჩნდა. იდეა, რომ ჩვენ ვერასდროს ვიმოქმედებთ მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში ჩვენი ინტერესებიდან გამომდინარე, მათი პოზიცია. და უბრალოდ არ მჯერა, ვერ წარმომიდგენია, რომ ეს პოპულარული იქნება. თუ ნავთობის ფასები ასე მაღალი არ იქნებოდა, ცხადია ეხლა მაღალია. უბრალოდ არ ფიქრობ, რომ ამას ასეთი დიდი გავლენა ექნებოდა პოლიტიკურ ნაწილზე, არჩევნებზე. და უბრალოდ არ ვიცი, როცა ხალხს გამოკითხვებში ეკითხებით, მოვიგეთ თუ არა ომი, უმეტესობა ამბობს დიახ, ომი მოვიგეთ. ისინი უბრალოდ წინააღმდეგები არიან ჩვენი ჩართულობის, ერარის გამო, ნავთობის ფასების გამო და იმიტომაც, რომ დონალდ ტრამპი არ მოსწონთ. ფიქრობ, ბევრი რამ ამაზეა დამოკიდებული, რომ ეს ბაიდენს გაეკეთებინა. უბრალოდ არ ვიცი, ვერ ვიტყვი, მაგრამ გონია, რომ ეს ბევრად უფრო პოპულარული იქნებოდა, რადგან ბევრი რესპუბლიკელი დაეთანხმებოდა და დემოკრატებიდანაც ზოგი დემოკრატი დაეთანხმებოდა. მაგრამ მე იცით, არ ვიცი, ნამდვილად არ ვიცი როგორ უპასუხო ამ კითხვას. მე მაინც არ მჯერა, რომ იზოლაციონიზმი გრძელვადიან პერსპექტივაში პოპულარული იქნება ამერიკელების უმრავლესობაში, განსაკუთრებით მაშინ, როცა დაინახავენ, რას შეძლებს ირანი ბირთვული იარაღით, ან დაფიქრდებიან ამაზე. მაგრამ კი რთულია, თქმა მგონი, ეს არის ჩემი პასუხი. მინდა კიდე ერთ კითხვა დავსვა ვენზე, რომელიც თუ ჯერათ იცით ძალიან ადრე ჩატარებული გამოკითხვების მიხედვით. ჯერ კიდევ სავარაუდო ლიდერია იცით, რომ ტრამპის შემცვლელი გახდეს. თქვენ როგორ ფიქრობთ, მოუწევს მას, რომ ფაქტობრივად უარი თქვას ტაკერ კარლსონზე თუ უნდა, რომ 2028 წელს რეალური კანდიდატი იყოს?
გულისხმობ ცხადია ტრამპს ბევრი ექნება სათქმელი მის შესახებ რაც 2028 წელს მოხდება. და ის ხო იცით ასე ვთქვათ შეგიძლიათ ნახოთ რომ თამაშობს ვენსით და მარკო რუბიოთი რომელსაც ყველა ეს საქმე აქვს მიცემული. იცით ის თითქოს ამერიკული საგარეო პოლიტიკის ჰენრი კისინჯერი ისევ გახდა. იცით მაგრამ ვენს უნდა გადაიხადოს ფასი რომ ხო იცით დიდ ლიგებში ითამაშოს. ან ფიქრობთ რომ შეუძლია, ან ფიქრობთ რომ უბრალოდ დაუსჯელად დარჩეს. იცით თითქოს კალსონთან მიმართებაში ყოველთვის ნეიტრალური იყოს. თუ ეს სამოქალაქო ომი დაიწყება, არ ვიცი, მაგალითად მარკო რუბიო იყრის თუ არა კენს, თუ დონალდ ტრამპი იტყვის რომ ჯეი-დი ვენსი უნდა იყოს პრეზიდენტი, ვფიქრობ სულ ესა. დონალდ ტრამპი ამბობს, რომ ვენსი მიიღებს ნომინაციას. მაგრამ თუ ეს არ მოხდება და დონალდ ტრამპი იტყვის, იბრძოლეთ ერთმანეთში. მაშინ სამოქალაქო ომი დაიწყება უფრო establishment-ული რესპუბლიკელებსა და უფრო პოპულისტურ რესპუბლიკელებს შორის. და ჯეი-დი ვენსისთვის ახლა თაკერ კარლსონზე შეტევის დაწყება, ჩემი აზრით, არ იმუშავებს მისთვის პრაიმერისში. ასე რომ ის ძალიან რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდება და ეცდება რომ თავიდან აიცილოს ეს. და შეიძლება მართლა შეძლოს ამის თავიდან აცილება. არ ვიცი. მაგრამ თუ დონალდ ტრამპი უბრალოდ მისცემს მას ამ პოსტს, ვფიქრობ, ამის გაკეთება აღარ მოუწევს. მართალია. ეს ახლა ხდება. იცი რთულია. როგორც თქვით, ვიცე-პრეზიდენტობა რთულია. ასე რომ დიდად არაფერს აკეთებ, ხომ ასეა? მარკო რუბიო ბევრს აკეთებს. მარკო რუბიო თითქმის ყველა მნიშვნელოვან საკითხშია ჩართული. ბევრი საგარეო პოლიტიკა რა თქმა უნდა, მაგრამ ის ყოველთვის იქ არის და არგუმენტებს აღალიბებს, ძალიან მკაფიო მორალურ არგუმენტებს. ყველაფერი რაც უთქვამს, სრულყოფილი არ ყოფილა, მაგრამ ის ბევრად უფრო შთამბეჭდავია. და შეიძლება ეს უბრალოდ იმის ბრალია, რომ ჯეი-დი ვენს ისეთი როლები არ ეძლევა, სადაც ამ არგუმენტების გაჟღერება შეუძლია. მაგრამ აშკარად არის გარკვეული იმპულსი მისთვის. ჯერ კიდევ ძალიან ადრეა. ასე რომ ჩემი იმედი ისაა, რომ მარკო რუბიო მისჩემნია ჯეი-დი ვენს, რა თქმა უნდა. მაგრამ ყველაფერი საბოლოოდ იმაზეა დამოკიდებული რა უნდა დონალდ ტრამპს. და თუ რა იყო ის ფილმი, სადაც ბილიარდის ჯოხს უგდებს და ეუბნება, იჩხუბეთ, ის ამ დროს მას და ეუბნება, იჩხუბეთ. თუ ეს მოხდება, ვფიქრობ ნახავთ რაღაცა მცირე სამოქალაქო ომს და ეს შეიძლება საკმაოდ უსიამოვნო გახდეს რესპუბლიკურ პარტიაში. ხო. აუბრუნდეთ მარცხენას ერთი წუთით. და იცით აშკარად ჩანს თუ დააკვირდებით მარცხენას თითქოს სოციალიზმის შეიძლება კომუნიზმისაც კი რაღაცა აღორძინება. ზორა მამდანის პოპულარობა, იცით, მიუხედავად იმისა, რომ მისი პოლიტიკა, მისი შემოთავაზებული პოლიტიკა აბსურდულია. მაგრამ ეს ყვებავს მარცხენაზე არსებულ რეალურ აზრთა ნაგადს. არა მხოლოდ იმ შეშლილებს, რომლებიც ტაშს უკრავენ ჯანდაცვის აღმასრულებლის მკვლელობას. მაგრამ ჩანს, რომ ამის გარკვეული აღორძინება ხდება. ესე რომ, ჩემი კითხვა ესეთია. მამდანიზე და მის ფენომენზე ვსაუბრობთ, ეს უბრალოდ ერთჯერადი შემთხვევაა ღრმად ლურჯ ენკლავში, როგორც ნიუ-იორკია. თუ კიდევ ნახავთ მსგავს რამეს, მარქსისტები არიან? უკვე მითხარი და მეც გეთანხმები. არ ფიქრობ, რომ ამერიკელი ხალხი მარქსიზმს მიიღებს, მაგრამ დემოკრატიულმა პარტიამ შეიძლება მიიღოს. დღესდღეობით ბევრი დემოკრატი სოციალისტი იგებს პრაიმერისს. რას ნიშნავს ეს სადვიმყოფებით ახლა? ანუ აშკარად ხალხი უცოდინარია კომუნიზმისა და მარქსიზმის შესახებ. იცით, მათ არ იციან მე-20 საუკუნის ისტორია, ან საერთოდ სხვა ისტორია. მაგრამ იცით, ეს სწრაფად უნდა უყურებდეთ ამას, ესე მსუბუქად. თუ კიდევ ერთხელ მოგვიწევს ბრძოლა, იცით, თავისუფალი ბაზრებისა და ზოგადად თავისუფლებისთვის. არა, მე ამას არ გამოვრიცხავდი. ვფიქრობ ურბანულ რაიონებში ბევრ სოციალისტს ვხედავთ, რომლებიც ქალაქის საბჭოს არჩევნებში მერობისა და სხვა პოზიციებზე იხრიან კენჭს და იმარჯვებენ. ბევრი ახალგაზრდა იზიდავს სოციალიზმი, როგორც ყოველთვის ხდება, რადგან ეს არის იდეალისტური რევოლუციური იდეა, რომელიც მორალურად ძალიან ადვილად გასაგები. ჩვენ გვინდა რომ ყველაფერი სამართლიანი იყოს. გვინდა რომ ყველას ჰქონდეს შანსი ეს ყველაფერი. მაშინ როცა კაპიტალიზმი და თავისუფალი ბაზრის იდეები ბევრად უფრო აბსტრაქტულია და რთული გასაყიდია. ყოველთვის ასე იყო, ხომ იცით? დღეს ვაპირებდი დამეწერას სვეტი დიდი ფარმაკომპანიების დაცვაზე. იცით, არც ერთი ახალგაზრდა არ უნდა ამის მოსმენა, მაგრამ ეს სიმართლეა და ძალიან რთულია ამის გაყიდვა. ამიტომ ამას ძალიან სერიოზულად უდგები. ანუ თქვენ და ასეთი რადიკალიზმი უფრო და უფრო პოპულარული გახდება. დაფიქრდით დემოკრატებზე, რომლებიც უზენაესი სასამართლოს განადგურება სურთ. მათ საარჩევნო კოლეგიის განადგურებაც სურთ. ისინი დემოკრატიას ბევრად უფრო უშუალოს და ბევრად უფრო, რაც ჩემი აზრით საფუძველს უქმნის ბევრად უფრო სოციალისტურ მოძრაობას. ამიტომ მე ვფიქრობ ეს სერიოზული პრობლემაა.
და არ ვიცი რა შეგიძლიათ გააკეთოთ ამასთან დაკავშირებით. მაგალითად, როცა მამდანი გყავს, სადაც ქალაქში ბევრი კაპიტალისტია, ბევრი ებრაელი ცხოვრობს, ხო ასე? მე იქ გავიზარდე და ის მაინც იმარჯვებს. ეს არის საკითხი, რაზეც უნდა დაფიქრდე. ეს არის მსოფლიოს ცენტრი ბევრ თვალსაზრისში. და მან, ხო ვიცით, მან გაიმარჯვა. ასე რომ და ხალხს მოსწონს ის. ამიტომ ამას ძალიან სერიოზულად ვეკიდები, დიახ. და ვფიქრობ, ეს პრობლემა ძირითადად ახალგაზრდებშია. ასე რომ შეიძლება, როცა ისინი გაიზრდებიან და გადასახადების გადახდა მოუწევთ, საკუთარი ბიზნესი ექნებათ და ცხოვრება წინ წავა. აზრ შეიცვლიან. თუმცა ეს ყოველთვის არ ხდება. ფიქრობ, ხალხს გონია, რომ ასაკთან ერთად უფრო კონსერვატიული ხდები. ასე არ არის. ეს ზოგადად ნამდვილად ასე არ ხდება. ხომ ასეა? ფიქრობ, ადამიანები ხშირად ახალგაზრდობის დროინდელ პოლიტიკურ შეხედულებებს ინარჩუნებენ, მაგრამ ნახოთ. იცი, თუ რამე ვისწავლე ჟურნალისტიკაში, ეს არის ის, რომ ადამიანები იმას იჯერებენ, რაც უნდათ დაიჯერონ. და თუ რამე, იცი, ესე რომ ვთქვათ, მამდანისადმი მხარდაჭერის ტალღა თითქოს მოდიოდა იმგვარი, ესე ვთქვათ, დიპლომიანი ელიტის ფენიდან, რომლებიც ვერ ახერხებდნენ წარმატებას. იცი, ყველა ეს ადამიანი, იცი, ყველა ეს ახალგაზრდა, რომლებმაც მიიღეს ძვირადღირებული დიპლომები და ეხლა, იცი, რეალურად კარგად არ ცხოვრობენ. მათ არ შეუძლიათ, იცი, მანჰეტენში იცხოვრონ ისე როგორც სურთ. ასე რომ უფასო რაღაცები მათთვის მიმზიდველად ჟღერს, ზუსტად ისე როგორც ყოველთვის ჟღერდა ძალიან ღარიბი ადამიანებისთვის. და ეს მართალია. ფიქრობ, მისი ხმების დიდი ნაწილი ბრუკლინიდან, ქუინსიდან და მანჰეტენიდან მოდიოდა. რომლებიც გარკვეული ტიპის იყო, იცი, საზოგადოების გარკვეული ფენა. მაშინ როცა ბევნენციან, როცა ჯულიანი გაიმარჯვა, მისი ხმები სტეითენ აილენდიდან, ქუინსიდან და ბრუკლინის მუშათა კლასის უბნებიდან მოდიოდა, სადაც ის მოსახლეობა ახლა ისე აღარსებობს, როგორც ადრე. ასე რომ ხო, ეს სხვა ნიუ-იორკია. ის ნიუ-იორკი, რომელმაც რუდი ჯულიანი აერჩია, ხო იცი, დიდი ხნის წინ წავიდა. ხო. და ასეა ბევრ ქალაქში, რადგან ეს ძირითადად მდიდრებისთვის და ღარიბებისთვისაა. და შემდეგ გვაქვს ეს დინამიკა, რაზეც ხალხს საუბარი არ უყვარს, მაგრამ მე, იცით, წითელ-მწვანე ალიანსი. იცით, ბევრი ადამიანი არის ისლამისტი, ძირითადად, ან ისლამიზმის აპოლოგეტი, რომლებიც ძალიან არიან ამაში ჩართული. სკოლებსა და აკადემიაში, მაგრამ ასევე ამ საზოგადოებებში. როგორც თქვი, არ ფიქრობ, რომ ეს უმეტესობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია იმ უმცირესობისთვის. და ეს ასევე აძლევს მეტ საშუალებას ანტისემიტიზმს, რადგან პროგრესული მემარცხენე გძნობს, რომ ეს არის მსხვერპლი. იცით, ეს არის მსხვერპლობის კლასი. ისინი უბრალოდ ერთად იგრიბებიან. ქვენ ხედავთ მათ პარკ სლოუპის კოოპერატივში თავიანთი ტეფიებით და წითელი თმით. ბევრი ადამიანისთვის ეს უცნაურია, მაგრამ ჩემთვის ლოგიკურია, რადგან ასე იყო 70-იანი წლებიდან, როცა პალესტინის განმათავისუფლებელი ორგანიზაცია და გერმანელი კომუნისტები ერთად ატარებდნენ ტერორისტულ აქტებს. არ ვამბობ, რომ ეს ადამიანები ზუსტად იგივეები არიან, მაგრამ ამ ორ ძალას შორის იგივე ალიანსია ეს ქალაქებშიც ხდება და ეს საშიშია. ამიტომაც ხავს ბევრი კანდიდატი, რომელიც არ წავა ისრაელის დღის აღლუმზე, მაგრამ მიიღებს ყველა სახის რადიკალურ იდეას, რაც კი არსებობს. ისინი მხოლოდ დემოკრატიული სოციალისტები არიან, მანამ სანამ ამის საჭიროება არ დადგება. მერე კი უბრალოდ ჩვეულებრივი კომუნისტები ხდებიან. ვფიქრობ, ხალხმა ამაზე უნდა იდარდოს. მაგრამ მათ ისტორია არ აინტერესებთ. არ ვიცი როგორ შეიძლება ამის გამოსწორება. არ ფიქრობ, რომ არ იციან. ფიქრობ, უბრალოდ არ აინტერესებთ და არ სჯერათ, რომ იგივე. და მათ სურთ კიდევ ერთხელ სცადონ ეს. ეს იქნება ჩვენი შვილებისა და შვილიშვილების ბრძოლა და ასე გაგრძელდება, რადგან ეს ყველაფერი ისევ და ისევ ჩნდება. ხო. მინდა გადავიდე სხვა თემაზე, რომ მივიდეთ ბოლო საკითხამდე, რაზეც მსურს ვისაუბრო, ეს არის ჟურნალისტიკა და რა დაემართა მას ჩვენს დროში. სადაც იცით ყავს ახალგაზრდა ჟურნალისტების მთელი ფენა, განსაკუთრებით ძირითად მედია საშუალებებში, რომლებიც ფიქრობენ, რომ აქტივიზმი არის ჟურნალისტიკა. ისინი ინდოქტრინირებულები არიან ყველა ამ woke theory-ით და იცით არც კი აინტერესებთ პრინციპულადაც კი ობიექტური სიმართლის ძიება. ისინი უბრალოდ სურთ, იცით, დააფიქსირონ ის, რაც თავად უნდა თქვან და მათ ამოძრავებთ, იცით, პოლიტიკური იდეოლოგია. და ამის უკეთესი მაგალითი არ არსებობს გარდა New York Times-ისა. და საქმე იქამდე მივიდა New York Times-ში, რომ ისინი მზად არიან გამოაქვეყნან. ის, რასაც მე და ბევრ სხვა ადამიანს სისხლის ცილისწამება უწოდეთ ისრაელის მიმართ, ეს აღარ არის უბრალოდ ისრაელის წინააღმდეგ მიკერძოებული გაშუქების საკითხი. იცით, ისინი ახლა აქვეყნებენ სტატიებს, მაგალითად, ნიკოლას კრისტოფის სვეტი, 3000 სიტყვიანი სვეტი, სადაც სხვათა შორის ამტკიცებენ, რომ ისრაელები ძაღლებს ასწავლიან პალესტინელების გაუპატიურებას. რაც სიგიჟეა. და იცით, ამას არანაირი დადასტურება არ აქვს გარდა ჰამასის წყაროებისა.
და მაინც ისინი ამ ყველაფერს მხარს უჭერენ. ფიქრობ ხირს ამაზე უფრო დეტალურად საუბარი. მაგრამ ფიქრობ ერთ-ერთი რამ, რაც ამ დაპირისპირებაში ყველაზე მეტად დამამახსოვრდა, იყო ის, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეს ძალიან დიდი ამბავი იყო იმ ადამიანებისთვის, ვისაც ისრაელი ასე თუ ისე აინტერესებს, არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს ფართო საზოგადოებამდე მივიდა. იცი, ეს საკითხი ამ წრის გარეთ დიდ თემად არ ქცეულა. ფიქრობ, სოფლიო ჩვეულებრივ განაგრძობდა ცხოვრებას და არ უთქვამს, მოიცადეთ New York Times-მა ახლა თავის თავს აუფეთქა. ფიქრობ, ბევრ ადამიანს უბრალოდ არ აინტერესებდა ეს, როგორც შენ ამბობ, ბევრ ადამიანს ახლო აღმოსავლეთი და საგარეო პოლიტიკა ასე ძალიან არ ანაღლებს. მაგრამ ფიქრობ, მათ უნდა აინტერესებდეთ. იცი, ამ ქვეყნის ყველაზე დიდი ჟურნალისტური ინსტიტუტი, რომ სისხლის ცილის წამებებს აქვეყნებს და მათ უკან დგას. ჟურნალისტიკაში კოროზია იმ გაგებით, რომ როგორც შენ ამბობ, ადრე მიკერძოებული იყო. მე წლები მუშაობდი საკმაოდ დიდ გაზეთში და ის მიკერძოებული იყო. რედაქტორები მიკერძოებულები იყვნენ, ჟურნალისტებიც მიკერძოებულები იყვნენ და ასე შემდეგ. არის განსხვავება მიკერძოებას, აქტივიზმს და სიმართლის ნაკლებობას შორის. ასე რომ გვაქვს რუსეთის შეთქმულების ამბავი. ამაზე არ ყოფილა პასუხისგება. ამაში ჩართული ადამიანების უმეტესობა ისევ თავის სამუშაოზეა, ან კიდევ უკეთეს პოზიციაზეა და უფრო მეტ ფულს იღებს. და მათ პულიცერის პრიზები არ დაუბრუნებიათ. არა, Brett Kavanaugh, იცი, ის ხალხი ისევ იქა, არავის არაფერი დაუკარგავს. თუ ერთხელ არაფერს კარგავს, შემდეგში იგივე საქმის გაკეთება უფრო მარტივი ხდება. მაშ რა ფას გადაიხდის ნიკოლას კრისტოფი? ალბათ ნიკ კრისტოფი ისევ მოიგებს პულიცერის პრიზს სამისთვის. და მიუხედავად იმისა, რომ ეს არ ღვევს ჟურნალისტიკის ყველა ეთიკურ ნორმას, შევამოწმე. შევედი ჟურნალისტიკის ეთიკის კოდექსის საიტზე და თითოეულ პუნქტს გადავხედე. იცით, დარწმუნდით, რომ თქვენს წყაროებს არ აქვთ. იცით საკუთარი მიზნები. იცით, მაგალითად, თუ 20 წლის წინ ჩემს რედაქტორთან მივიდანდი ამბავს, სადაც ეწერაა, რომ ამ ხალხს ყავთ ძაღლები, რომლებიც ადამიანს აუპატიენებს აუპატიურებენ. ის მეტყოდა. რა, გაგიჟდი. მაგალითად, მოდი მოვიწვიოთ ექსპერტები კენელ კლუბიდან ან საიდანმე და ვნახოთ, საერთოდ მე დაერთოდ შესაძლებელია თუ არა ეს. მაგრამ არა, მათ უბრალოდ გამოაქვეყნეს ეს. და ერთ-ერთმა მათგანმა მიანიშნა, თითქოს ეს ნორმალურია, რადგან ეს იყო სარედაქციო გვერდზე. მაგრამ ეს ასე არ არის. სარედაქციო სტატიის ავტორი ვარ და ამას საკმაოდ დიდი ხანია ვაკეთებ, იცით, და ჩემი შეხედულებით ჩვენ მაინც უნდა დავიცოთ ჟურნალისტიკის წესები, მტკიცებულებებსა და სიმართლესთან დაკავშირებით. უბრალოდ ჩვენ გვაქვს საკუთარი მოსაზრებები. და მან მთელი ეს სტატია ისე წარმოადგინა, თითქოს სიღრმისეული ჟურნალისტური ნამუშევარი იყო, მაშინ როცა გამოიყენა ორი ჰამასის პროპაგანდისტი და უამრავი ანონიმური წყარო. ჩვენ არც კი ვიცით, არსებობენ თუ არა ისინი. შეიძლება თვითონვე იგონებს მათ, რადგან მე არ ვენდობ იმას. ასე რომ უბრალოდ ვერ ხვდები, როგორ არ თქვა რედაქტორმა, რომ ეს სიგიჟეა. მაგრამ ვფიქრობ, რაც ხდება ისაა, რომ მათი აუდიტორიის წყალობით კარფულს შოულობენ. New York Times-ი კარგად მუშაობს და მათ აუდიტორიას ასეთი რაღაცები მოსწონს, რადგან უბრალოდ ის უნდათ რაც თვითონ სურთ. მათ არ უნდათ სიმართლის მოსმენა. ეს ბევრ გახდება, მარჯვენა ფლანგზეც ასეა და ბევრი ეს პოდკასტერიც არიან. იცი, ამისთვის არიან ცნობი. მაგრამ Times-ი ამას 30-იანი წლებიდან აკეთებს და გარკვეულწილად, ხო? და ისინი ამას უპრობლემოდ აკეთებენ, პულიცერის პრემიებსაც აგრძელებენ მოგებას და ამას მნიშვნელობა არ ექნება. არც ბევრ გამომწერს დაკარგავენ, ან საერთოდ არ დაკარგავენ. შეიძლება კიდევაც მოიმატოთ გამომწერები, რაც მე ვიცი. ხო, ანუ მათთვის მთავარი საბოლოოდ ბიზნესია, რაც მართლა მნიშვნელოვანია. ხო, ანუ მოისმინე, Times-ი დაარსდა იმისთვის, რომ ყოფილიყო მთავარი საქმიანი წრეების გაზეთი მე-19 საუკუნეში. დღეს მათი ბიზნეს გეგმა მარცხენას მიმართ მიმართვა. ანუ მათი კითხველების 90-95% ლიბერალები და დემოკრატები არიან, ან საკუთარ თავს მარცხენად მიიჩნევენ. ეს მათი საკუთარი მონაცემებია. იცი, არ ფიქრობ, რომ ესე მოიქცეოდნენ, რომ უარი ეთქვათ. იცი, რომ უკან წაეღოთ კრისტოფის სვეტი. რაც იცი, რომ თუ რაიმე ღირსება ქონდათ, ესე მოიქცეოდნენ, ან ეს მათ აბონენტებს დააკარგვინებდათ, ეს მათ დაასრულებდა. კარგი, ეხლა ნამდვილად. იცი, ესე რომ ეს შენი საქმეა. შენი აუდიტორია ალბათ იცის ეს, მაგრამ სხვებმა შეიძლება არ იცოდნენ. New York Times-ის ღრმად ფესვგადმული ანტისიონისტური მიდრეკილება, რომელიც მის მეორე მფლობელამდე მიდის. და ის ოჯახი, რომელსაც გაზეთი ეკუთვნოდა, ყოველთვის იყო ანტიისრაელური, ანტისიონისტური. მათ ზემოდან უყურებდნენ აღმოსავლეთ ევროპელ ებრაელებს, რომლებიც ამ ქვეყანაში ჩამოვიდნენ. ვიცი, რომ ბრევანდელი რედაქტორი ამაზე არ ფიქრობს, მაგრამ ტრადიციები არსებობს. ეს არის უწყვეტი პროცესი. დიახ, ის რეალურად რამდენიმე თაობით დაშორებულია იმ პერიოდს, როცა შეიძლება ასიმილირებულ ებრაელსაც კი ეწოდოს. ესე რომ, იცი, ეხლა ისინი ესე აღარ არიან, მაგრამ ეს ნამდვილად მათი აზროვნება. და გახსოვს პირველივე დღეებში ოქტომბრის 7-ის შემდეგ, გონი მხოლოდ ერთი კვირა იყო გასული,
როცა ისრაელი პირველად პასუხობდა, ისლამურმა ჯიჰადმა შემთხვევით რაკეტით დაარტყა საავადმყოფოს. ეს ისრაელს დააბრალეს. მათი არ ყავდათ არავინ, ვინც ამბავს და ადასტურებდა. მათ სურათიც კი არ ჰქონდათ. ამიტომ მათ სხვა დამწორი შენობის ან რაღაცის სურათი დადეს, რამაც ხალხი შეცდომაში შეიყვანა და იფიქრეს, რომ ეს ის შენობა იყო, რომელსაც ისრაელი დაარტყა. ასე რომ ისინი პირველები იყვნენ, ვინც უბრალოდ ჰამასის მონაცემები გამოიყენა. იცით, ყოველგვარი კითხვის გარეშე. ასე რომ ეს უკვე მიკერძოებაზე მეტია. ეს აქტივიზმია. აქტივიზმია. და ასე რომ ეს არაფერს ნიშნავს, იცით, და კრისტოფი ისეთი ეს კაცი უბრალოდ ხუმრობაა. მართლა მას სხვა დიდი ამბებიც ჰქონდა, რომლებიც სულიად გააფუჭა, ძალიან დიდი ამბები. და ის მაინც აგრძელებს ისე, თითქოს ყველაფერი რიგზეა. და არავინ იცით, არავინ აგებს პასუხს ამისთვის. არანაირი პასუხი არ არის, იცით, ალბათ პულიცერის პრემიასაც კი მოიგებს. ერთი კვირით ადრე სანამ ის ამბავს გამოაქვეყნებდა, მგონი New York Times-მა პულიცერის პრემია მოიგო. იმ ბავშვის ჩვენებისთვის, რომელსაც ცერებრალური დამბლა ჰქონდა და თითქოს შიმშილით იტანჯებოდა. იცით, ისრაელის ბლოკადის გამო. და მათ პულიცერი მოიგეს. არავინ აგებს პასუხს ამაზე. ხო. კი, ანუ ეს რაღაც საშინაოს ამბობს ჟურნალისტიკაზე, მაგრამ იცით, სწორედ ამიტომაა ჩვენი ქვეყანა ესე გაყოფილი. ხალხი აღარ კითხულობს, აღარ უყურებს, აღარ უსმენს ერთსა და იმავეს. მაგრამ იცით, როცა ერთი მხარე ბოლომდე გადადედის, რატო უნდა აინტერესებდეს ვინმეს, ვინც არც მარცხნივაა და არც ჩვენნაირია, ვისაც ყველაფრის წასაკითხად გვიხდიან. რატო უნდა წაიკითხოს ვინმემ ტაიმსი, რატო უნდა მიაქციოს ვინმემ ამას ყურადღება და რატო უნდა აინტერესებდეთ ისინი, ვინც მათ იდეოლოგიურ მხარეს არ ეკუთვნის. ალბათ ეს არის საშინელი დინამიკა. ეს ტრაგედია, რადგან ამ გაზეთის ხარისხი მართლაც წარმოუდგენლად მაღალია. მაგალითად, შეხედეთ მათ ხელოვნების განყოფილებას, ან იმას, რომ მათ შეუძლიათ გააშუქონ საერთაშორისო ამბები ისე, როგორც ძალიან ცოტას შეუძლია. და ამის ნაცვლად ისინი ანადგურებენ საკუთარ რეპუტაციას. მე დამნაშავედ ვთვლი ტრადიციულ მედიას იმაში, რომ პოდკასტერების კლასი გახდა პოპულარული, რადგან ნდობის ვაკუუმია. არავინ ენდობა მედიას დღესდღეობით, რაც არ უნდა თქვან, სინამდვილეში მე უკვე არ. თუ Time-ის სტატიას ვკითხულობ, ადრე ხაზებს შორის ვკითხულობდი. იცი, ადრე როგორ ვაკეთებდით ამას. და ფიქრობდი, რომ მიკერძოებულები იყვნენ, მაგრამ მაინც შეგეძლო სიმართლე ამოგეყო, იცი, როგორდაც გაშიფრავდი რას ამბობდნენ. ეხლა კი აღარ ვიცი საერთოდ რამე მართალია თუ არა. და მე ამას პროფესიად ვაკეთებ. შემიძლია წარმოვიდგინო, რომ ვიღაც სადღაც მსოფლიოში აღარ უჯერებს მათ. ამიტომ ის ადამიანი იწვევს სხვა წყაროების ძებნას, დის ძებნას და იპოვის ისეთ წყაროს, რომელიც ყოველთვის იმას ეუბნება, რაც უნდა რომ მოისმინოს. ან უფრო საინტერესოა მოსასმენად. რადგან კონსპირაციულ აზროვნებაში ერთვებიან ან იცი, რაც არ უნდა იყოს. და ამიტომ ეს საზოგადოებაში დიდი პრობლემაა, რადგან გვჭირდება ინფორმაცია, რომელსაც ვენდობით. მე არ ვენდობი New York Times, არ ვენდობი Washington Post-ს. არ ვენდობი CNN-ს. არ ვიცი ვის ვენდო. AP, Reuters. მართლა არავინ არის, ვისაც შეიძლება ენდო. და ეს დიდი პრობლემა. კარგი, ამ არასასიამოვნო ნოტაზე, დევიდ, დიდი მადლობა, რომ შემოგვიერთდი. სად შეუძლიათ ჩვენს მაყურებლებსა და მსმენელებს თქვენი საქმიანობის თვალყურის დევნება? Washington Examiner-ში ვარ David Harsanyi, David Harsanex, თუ გინდათ რომ ნახოთ ჩემი ემოციური კომენტარები სხვადასხვა საკითხებზე. კარგი, შესანიშნავია. ნამდვილად უნდა გააკეთონ ეს და აუცილებლად წაიკითხათ დევიდი. ასევე გვინდა მადლობა გადავუხადოთ ჩვენს აუდიტორიას. გთხოვთ, არ დაგავიწყეთ ყოველდღიურად მოусმინოთ ჯონათან ტობინის ყოველდღიურ გამოშვებას, ვებას, რომელსაც შეგიძლიათ მოусმინოთ ყველგან, სადაც პოდკასტებს უსმენთ. და არ აქვს მნიშვნელობა, გვისმენთ თუ არა რომელიმე ამ პლატფორმაზე, ან გვიყურებთ ამ პლატფორმებზე, ან პირდაპირ ეთერში Facebook-ზე, X-ზე, ან JNS TV-ზე, გთხოვთ, მოიწონეთ და ან გამოიწერეთ JNS. დააც გაპუნეთ ზარზე შეტყობინებებისთვის და დაგვიტოვეთ კარგი შეფასებები. გთხოვთ, მოგწერეთ მისამართზე thinktwice@jns.org და შეგვატყობინეთ, სად უყურებთ ან უსმენთ გადაცემას და რას ფიქრობთ მასზე. და დაიმახსოვრეთ. განაგზეთ კითხვა და მოუკიდებლად ფიქრი. და მომავალ კვირას ისევ შეხვდებით.